მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 9 მაისია, ჩვენ ვიწყებთ შუა დღეს. დავიწყებთ რამოდენი ხანში 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ცუდი ამბავი მოხდა დღეს, ძალიან ცუდი ამბავი, გარდაიცვალა ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი. ჩვენ რა თქმა უნდა ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ დავიწყებთ ცოტა ხნის შემდეგ, მას შემდეგ რაც სოფო ჩამკოთაძე ახალ ამბებს გაგვაცნობს. მოგესალმებით და მოკლედ რა დაცნობთ შალვა ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს. მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 62 წლის თავს აღნიშნავს ევროპაში ეს დღე 8 მაისს აღინიშნება, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისზე იმობენ. დღეს დილიდან ვატის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებიან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან განლაგებულია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი. შეჭრებულ ვეტერანებს გამარჯვების დღე პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს. ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში. ყველა ცივილიზებული ქვეყანა, ცივილიზებული სამყარო ზეიმობს. საქართველოს ჩვენმა თანამემამულებმა უდიდესი მონაწილეობა და უდიდესი ნაკლი განიცადეს ამ ომის დროს. ძალიან ბევრი გმირი დაგვებრუნდა. უფრო მეტი უსახელო ჯარისკაცი ჰყავს. პატივი მივაგოთ დღეს მათ ხსოვნას. კიდევ ერთხელ. პატივი მივაგოთ მათ ხსოვნასაც, ვინც დაბრუნდნენ და დღეს ჩვენს რიგებში აღარ არიან. ისე როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყანა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება. დღეს 9 მაისს ჩვენ უერთდებით დემოკრატიული მსოფლიოს ზეიმს. ფაშიზმზე გამარჯვება ეს არ იყო ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაზე გამარჯვება, ეს იყო სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე და ამ საქმეში გაერთიანებული იყო მთელი ცივილიზებული მსოფლიო მაშინ. ამიტომ ჩვენ ყოველ წელს ამ დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც ერთი მხრივ თავი გაწირეს სამშობლოსთვის და მაშინ ჩვენი სამშობლო სხვა ქვეყნის ნაწილი იყო, მაგრამ ის ხალხი, ვინც საქართველოსდან თავი შესწირა ამ ომს, ისინი თავიანთ ქვეყანას იცავდნენ. საბჭოთა კავშირის საზღვრები გერმანიამ 1941 წლის 22 ივნის დადგმულახა ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო, რაც დედამიწის მოსახლეობის 80%-ში ადრენდა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სამხედრო ხარჯებმა და ზარალმა კი 4 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი ისტორიაში, რომელმაც მთელ მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 20 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი ამ ომში საქართველოს დაკარგა. ომი რო დამთავრდა, ხელმა ხალხმა და ქვეყანამ გაიხარა. მარტო ჩვენ კი არა, დედამიწაზე ხალხი იყოს, ყველა იყო ჩამბული ამ ომში და გამარჯვებას ვაჯობდა. გამარჯვებული დღე მარტო ჩვენთვის არა. გამარჯვებული დღე არის მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, განსაკუთრებით საქართველოსაც. საქართველოს იმდენი ღვაწლი, იმდენი სისხლი, იმდენი შრომა გაიგო, რომ არც ერთ რესპუბლიკას ამდენი არ გაუღია. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქუთაისშიც აღნიშნეს კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების ლიდერებმა და კოალიციის წევრებმა ფაშიზმზე გამარჯვების 62 წლის თასთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკრეს და ომის მონაწილე ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს. ქალაქის მასშტაბით გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ეს არის მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნის დღე და გამარჯვების დღე. მე მინდა დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო იმ ცოცხალ ვეტერანებს, რომლებიც საბედნიერო ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და პატივი მივაგოთ იმ ხსოვნას, რომელიც შეეწირნენ მეორე მსოფლიო ომს. ჩვენ ქართველებს შეიძლება სატრაბახოდ არ გქონდეს საქმე, იმიტომ რომ 300,000 კაცი დავკარგეთ, მაგრამ საამაყო მაინც აგვაქვს, რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში, ფაშიზმის როგორც იდეოლოგიის დამარცხებაში დიდი როლი შევასრულეთ და დიდი წვლილი გავიღეთ. ეს ალბათ შთამომავლობას საუკუნეებით გადაეცემა. ახლა კი დღეს სხვა სიახლეები დავაყოფილი ელექტროაპარატის შენობაში, სადაც 16-მდე სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახი ოქტომბრიდან ცხოვრობს, შეპესე მიწა და უძრავი ქონება შენობის დემონტაჟს ახდენს. შენობაში შესახლებულები აცხადებენ, რომ დემონტაჟი უკანონოდ მიმდინარეობს და კომპანია შესაბამისი დოკუმენტაცია მათთვის არ წარუდგენია.
მერის დახმარებით მერია შევაჩერებინეთ 4 წელიწადი ამ კორპუსის დემონტაჟი. მაგრამ არის ორგანიზაცია მიწა და უძრავი ქონება, რომელიც საქართველოში საერთოდ არ ფიქსირდება. არისო ვაკეში ოფისი 74-ში, მაგრამ ეს არის რუსეთის საელჩო. ვიღაცა ანგრევს, რომელსაც დემონტაჟი აქვს მარტო დავალებული. და მე გამოჩნდა თვითონ მეპატრონე და ის მეპატრონეც რატო არ ხვდება იმას და რატო არ აძალებს სახელმწიფო, რომ დროებით ხალხმა დროებით რატო არ იმას გვიშვება, რომ სანამ სახელმწიფო რაღაცით დაგვაკმაყოფილებს. და ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის ზუგდიდში ევროკავშირის დღე აღნიშნეს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ტურები და სპორტული შეჯიბრებები გამართეს. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია საჩუქრები ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დაიხსნა, შემდეგ კი შეყრებილებს სიტყვით მისიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა გაბრიელ ვონ ჰორნმა მიმართა და სადამკვირვებლო მისიის მუშაობა დააცნო. მისია საქართველოში 1000-მდე თანამშრომელი ყავს, აქედან 270 მონიტორია, 100-მდე კი ზუგდიდის საველე ოფისში მუშაობს. დღეს ევროკავშირის შექმნიდან 63 წელი აღინიშნება 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპული ინტეგრაციის იდეა წარმოადგინა, სწორედ ეს თარიღი ითვლება ევროკავშირის დაბადების დღედ. ევროკავშირის დღე აღინიშნება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ სოფლიოში. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დავგვეგმეთ სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გვაქვს დღის ვიქტორინა შეჯიბრი ფრენბურთში, გამარჯვებულებისთვის არის დაწესებული სხვადასხვა სახის საჩუქრები. აგრეთვე გვაქვს საინფორმაციო სტენდები ევროკავშირის შესახებ. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამით მე დროებით ზუსტად 2 საათამდე ჯამშტაობით ჩალვა. მადლობა სოფი ჭაკვედაძე იყო პირდაპირ ეთერში, მან მოგვიყვა ახალი ამბები. ცუდი ამბავით დაიწყო ეს დღე ჩვენთვის, დილით ნახე საინფორმაციო აგენტოებში, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მსახიობი უნიჭი ერესი, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე სამძიმარს უცხადებ, ძალიან კარგად ვიცნობ და ამაყივარ ამით მის მეუღლეს, ქალბატონ გურანდას და მის ოჯახს და მის მეგობრებს და ახლობლებს. ძალიან წუხარ რომ ეს მოხდა. გიერთდებით შავა. რა თქმა უნდა გიერთდებით და თელ საქართველოს შეგვიძლია ასე ვთქვათ სამძიმარი უთხრათ ამის გამო. ოთარ მეღვინეთუხუცესი არა მარტო ნიჭიერი მსახიობი იყო, იგი გამოირჩეოდა სამოქალაქო პოზიციით იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი მისი კოლეგა, ჩვენი კოლეგაც, შეიძლება ჩვენც განვცდიდით ზეწოლას, ხშირად ალბათ კომპრომისებზეც მივდიოდით. ეს კაცი უკვე ასაკში მყოფი კაცი მთელს თავის ავტორიტეტს ახმარდა იმას, რასაც ჩემი აზრით საქართველოს გათავისუფლება ჰქვია ჩანასახოვანი დიქტატურისგან. მე მომამზადე ვიდეო, ეს არის 2008 წლის აქცია, სადაც გამოდის ბატონი ოთარი სიტყვით და სადაც ნათლად ჩანს თუ როგორი სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა. მე მახსოვს 2007 წელს იმედის დარბევამდე რამოდენიმე ხნით ადრე, ასევე რუსთაველის გამზირიდან ჩაერთო ეს კაცი იმედში და მაშინ ციხეში ვიჯექით და ძალიან პოპულარული არის ყველგან, მათ შორის ციხეში ფილმი დათა თუთაშხია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქ საკუთარ თავს აიგივებს პერსონაჟებთან და ძალიან ძლიერი ფილმია, ბუნებრივია. და როდესაც გამოდიოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი და მისთვის ჩვეული ქარიზმატულობით საუბრობდა, ბიჭებმა შეხედეს და აი დათა თუთაშხია გველაპარაკებაო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე მინდა რომ ფოტოჟურის ბატონ ოთარს ისევე როგორც თეატრში, კინოშიც, ანუ არც კინოში და არც თეატრში არ ქონია თქვათ ისეთი საშუალო ჩავარდნები არ ქონია, რაც მსახიობის ისტორიაში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. კინოშიც და თეატრშიც ერთნაირად ძლიერი იყო. თურმე არაფერიც არ უსწავლიათ, თურმე საქმე არ ასწოდნიათ, ესენი რაკი არ ვარდიან, უნდა წავიდნენ. გაუშვათ! ხოდა გაუშვათ რა ორი დღე დარჩა. დაგიმარჯოთ. ეხლა რა შეესაქმე? რა თქმა უნდა ჩვენ შორის არის ისეთი ადამიანები, რომლებმაც თბილი ადგილი მოძებნეს ამ დროში.
კარგად არიან, თვითონ პირადად კარგად არიან. ქვეყანა როგორ დღეში არ აინტერესებს სულებით. ეხლა მაგათ მოუვნები, მაგათ გასაგონად. თქვენ შეგიძლიათ თუ არ მისმიდეთ ეხლა, მაგათ გასაგონად ვამბობ. რაც გინდა წესიერი ხალხი აირჩიონ. მუშნი ზარანდიას მამარო ამბობს. მეფის სამსახურში ჩამდგარ კაცს თავრობა იმას გადაკეთებინებს, რაც თვითონ ჭირდებაო. ამარჩეულ ხალხს ეხლა რომ გამოძებნეს სახლები და ზოგიერთები მთავრები რომ სოროებში არიან დამალულები. იმათ მაგივრად რომ ამოვიდნენ მითო. დაიწესიერები გარეგნულად კარგად უყურებიან, საქმეც ეხერხება ყველაფერი. შეერიქები ხარ, შეხო იმისთვის მიყავ ხარო. რაც გინდა მაინდომოს ერთმა კაცმა, უნაწიო ხელი. აწიე ხელი მაგისთვის შეიძლება ხმის მიცემა. ხელი სასაწევად შეიძლება ხმის მიცემა. საქართველოსთვის ხმის მიცემას გაუმარჯოს. სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა მას და ასეთი ადამიანი იყო ბატონი ოთარ მეღმეთუხუცესი. მისი გამოჩენაც კი ხალხს სულს უმაგრებდა და ძალიან დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენთან. 9 მაისია, თვითონ მეგობრებო, ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 300,000 ადამიანი, 300,000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ ქართველებმა. ეს დაახლოებით იმდენია, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ევროპაში განხორციელებული ოპერაციებისთვის. ძალიან დიდი საინფორმაციო გამოშვებას უსმენდი და ყველაზე მეტი ქართველებმა დავკარგეთო. კი, პროცენტულად. ჩვენ ერთენში. კი ბატონო. ოჯახი არ მოიძებნება, ვისაც დანაკლისი არ ქონოდა. შემთხვევაში 3 ადამიანი არის დაღუპული სამოქალაქოში. ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გადარჩით კიდევაც, იმიტომ რომ ეხლა აქედან 200,000 დაიღუპა ქერქს. ეხლა არის საუბრები, მათ შორის ახალი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა დაბეჭდეს და Facebook-ე სტატუსი იყო ესეც, ხო შეიძლება წავიკითხო, რომ ეს არ არის გამარჯვება ერთმა ბოროტებმა, მეორე ბოროტება დაამარცხაო და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამას. ცხადია რომ ბოლშევიკური საბჭოთა კავშირი იყო ძალიან დიდი ბოროტება, მაგრამ ჰიტლერი იყო არა ადამიანი, იყო ფაშიზმის ყველაზე უკიდურესი გამოსახულება და მინდა შეგახსენოთ რომ მის წინააღმდეგ არა მხოლოდ ბოლშევიკური საბჭოთა კავშირი და სტალინი იბრძოდა, არამედ დასავლეთ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, ის ადგილები, საიდანაც ჩვენ მივისწრაფით, ისიც მათაც შეკრეს კავშირი. ამიტომ ამის თქმა რომ ეს იყო ერთი ბოროტების გამარჯვება მეორეზე და ასე შემდეგ, ეს არის მინიმუმ უვიცობა და მაქსიმუმ უფრო რთული საქმე. აბსოლუტურად გეთანხმებით ჩალვა. ჩვენ კი გავაგრძელოთ ცხელი შუა დღე და ტრადიციულად ვისაუბროთ ჩვენს თემებზე, დავაანონსოთ ჩვენი თემები. რა თემებზე გვექნება ჩვენს რუბრიკებში საუბარი? დღეს მე ვისაუბრებ თემაზე სახელები და გვარები, ანუ თუ ვინმემ გადაწყვიტა რომ შეიცვალოს საკუთარი სახელი ან არ მოსწონს საკუთარი გვარი, რა პროცედურების გავლა არის ამისთვის საჭირო, რა თანხა დაგეხარჯებათ, რა დროზე და რა საბუთებზე იქნება საუბარი. ჩვენ ცოტა ხანში შემოგვიერთდება ამ თემაზე სტუმარი ქალბატონი ნია ზურაბაშვილი. ანუ შეიძლება მე სხვა სახელი გადავწყვეტ. შენ აბსოლუტურად მამად შეგიძლია თუ არ მოგწონს საკუთარი სახელი, ისარგებლა ალპაჩინო შეიძლება დავთქვა მაგალითად. შეგიძლია კი. ნებისმიერ სახელზე საუბარი ყოფილა ეს პროცედურები, რომ მიხვალ და პირდაპირ აი რამდენად გამარტივებულია, ამას ნიაზგან შევიტყობთ. გაგიკვირდება და მეც სახელებზე უნდა ვისაუბრო დღეს, ოღონდ ოდნავ სხვა კუთხით, უფრო მისტიური კუთხით, რა ენერგეტიკის მატარებელია ის სახელები, რასაც ჩვენ გვეძახიან. უძველესი დროიდან ადამიანებმა აღმოაჩინეს ის ფაქტი, რომ რაღაცას სახელი ატარებს ძალას თავისას საკუთარს, რაც მე ადამიანის ბედზე მოქმედებს. და ვინ იქნება ის სტუმარი, ვინ შეძლებს თუნდაც ჩვენი სახელი? კი ბატონო. ვიტყვი, თუმცა მაშინ ამაზე საუბარი ძნელი იყო, რომ ზუსტად დაედგინათ და დღეს აი უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად შევეცდებით ზუსტად გავარკვიოთ, რა ენერგეტიკის მატარებელი შეიძლება იყოს სახელი. ისარგებლებთ ამ შემთხვევით. თუნდაც თქვათ
გარდაცვლილი წინაპრების სახელებს რომ არქმევენ ბავშვებს შეიძლება თუ არა ეს რაღაცნაირად რამდენად კარგია ალბათ იმეორებდეს ან არა არ ვიცი ან თქვა ერთ ოჯახში ორი ერთი და იგივე სახელი როდესაც თქვა რომელსაც იგივე სახელი იქნება თუმცა ეს მეც რუწმენა მგონია ქეთი ვაწაძე ასტროლოგი იქნება ჩვენი სტუმარი და ასევე ნოე სულობერიძე პროდიუსერი ალბათ გასაგებია საკუთარ სახელზე ქეთის ალბათ ბევრი ინფორმაცია იქნება მოძიებული და ალბათ მე აღმოაჩინე როცა გადავიკითხე რომ ნატალია სწორად დაურქმევიათ ჩემთვის რადგან კურო ვარ და კუროსთვის ნატალია ძალიან ისეთ მისაღების სახელი ყოფილა ჩემი შვილიც ნატალია მე ქართული ვარ და შალვა მაგით უნდა მოხდეს ჩემი გადაცემის სტუმრები გახლავან ბატონი ვახტანგ ხმალაძე ეს არის რესპუბლიკური პარტიის და პარლამენტის წევრი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თემა ძალიან ცხელია ეს არის საპრეზიდენტო კანდიდატი მათ შორის ვახტანგ ხმალაძე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა და არ ვიცი დღეს როგორ არის საქმე და მეორე ნაწილში თია თუთფერიძე მოვა თია თუთფერიძე საოცრებებს ლაპარაკობს ვანოზე მერაბიშვილზე რუსის კაციაო იძახის ну დაახლოებით ასე ნახოთ რა სიტყვის თია ამჟამად და საინტერესო იქნება მისი დღესაც არის მხარდამჭერი ახალი ეროვნული მოძრაობის თუ რა ქვია მას ნაცულიკები თუ რაღაც ეგეთი სახელი და ვისაუბროთ ამ თემაზე. თუმცა მანამდე ტრადიციულად კედელზე უნდა ვიცოდოთ. კედელზე ცოცვა. დავიწყოთ. წარუმატებლობა ეს უბრალოდ ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება, მაგრამ ბევრად უფრო ჭკვიანურად. არის ამაში რაღაც სიმართლის ნაბეჭდი. გარკვეული აზრი არის კი ნამდვილად. ეკატერინე ზედელაშვილს უწერია ასეთი რამ, იმდენად მომწონს ჩხუბის და ნეგატივის მერე შერიგების ემოცია, რომ მზად ვარ კონფლიქტების პროვოცირებისთვისო. სხვათა შორის ქალებს ხშირად მოსწონთ აი ეს შერიგების ემოცია მართლაც. თავისი ტირილებით? თავისი ტირილებით მერე მაგრამ არიან მამაკაცები ვისაც პირიქით აღიზიანებს. არა, საშინელებაა. აი შალვა შემთხვევაში. არა, ჩხუბი შეიძლება არ იყოს, მაგრამ აი დაშორება რამდენიმე ხნიანი და მერე შერიგება ისე. საერთოდ ქალებმა უნდა ინიციატორი ამ დროს ვინმე. როცა არის მამაკაცი. აბა გვირჩიე. ქალებმა უნდა იცოდეთ ზღვარი ტვინის იმას შორის და კამათ შორის, ანუ კამათი არ უნდა გადავიდეს ტვინის ბურღვაში. ანუ კამათი უნდა იყოს ხანმოკლე. ხანმოკლე. კომენტარში ხანმოკლე. არ შეიძლება გაგრძელდეს. დიდხანს. როცა შერიგება გარანტირებულია, კიო ერთი მისი მეგობარი წერს. ანუ კაცების ნერვებზე თამაში შეიძლება. არ გადავღუნოთ ჯოხი. არ მოგივიდეთ ზედმეტ. დრო ამ პროცედურების ჩატარება ურიგო არა. არასოდეს არ გაბურღოთ ტვინი, როცა მამაკაცი იკვებება. მრავალფეროვან ცხოვრებას ხელს უწყობს. არა, არ შეიძლება ხა შეერკუზზე კიდე თან ქალი ტვინს გიბურღავს, უკვდები რა. ხო, ნუ ეს ახვედრე გაშლილს უბრალოდ და მოგვიანებით უკვე ნებისმიერი სურვილები და მაზღარზე შეიძლება გაუბურღო რა. მე მინდა ერთი ვიდეო გავუშვა. ზომიერად, მე მგონი ყველაფერი კარგი. ზომიერად ყველაფერი კარგია. მინდა ერთი ვიდეო გავუშვა. ვისაც როგორ სიამოვნებს რა. მენდუკიძე იყო ემას შოუ გადის პალიტატივიზე და უცენზურო 300-იანი სიტყვა თქვა. და ნუ მენდუკიძე საერთოდ ეგეთი რესპონდენტია, რომ ყოველთვის უნდა ელოდებოდე მისგან. მზადოდა იყო ამისთვის. და მოდით ნახოთ აბა ერთი რა თქვა ემას შოუში კახა მენდუკიძე მზად ვართ გასაშვებად გუშევთ. უნდა რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ ხდებოდა ხელისუფლებისთვის, სახელმწიფოსთვის ერთგვარად ქონების გადაცემის ფაქტები. ეს ფაქტები არაფერს არის, მაგ ფაქტები ის რომ მინისტრები მიდიოდნენ ბიზნესში და მოულოდნელად დიდრდებოდნენ კეზერაშვილის მაგალითს გაგახსენებთ. რამდენი ფული აქვს კეზერაშვილის ფინანსზე? მე არ ვიცი. რამდენიმე მილიონზეა ლაპარაკი, როგორც ვიცი, ასეულობით მილიონზე კეზერაშვილის ქონების შემთხვევაში. სად არის ეს ასეული მილიონი, ხო რომ უნდა ჩანდეს სადღაც? ოფშორებში. და რამდენი კეთდება მან დაახლოებით თქვენი აზრით? მე კეზერაშვილის ფინანსური ანგარიშები ბატონო კახა რატომ უნდა ვიცოდე ნუ გადამრიეთ. რატომ გეკითხებით? ახლა ლაპარაკია ფინანსურ პოლიციაშია მისი საქმე და კაცი არის ის რა ქვია ძებნილი და ასე შემდეგ. აი როგორ არის ცხოვრება მოწყობილი, როდესაც ადამიანისგან მზად ხარ და ელოდები აღარ გიკვირს. რატომ მეკითხებით კვერცხობას და რატომ მეკითხებით კვერცხობას ის გოგოს? იმას კარგად გეთანხმები. საცოცი იმდენი გვაქვს შალვა რადალებს. მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ჩემ შვილს მაკდონალდსი დისნეილენდი არ ეგონოსო და რაღაცა გული დამწყდა, როდესაც წავიდე. ანუ უნდა წახვიდე ან ტოკიოში, ან ფლორიდაში, ან როდესაც დისნეი მაკდონალდსი არის შენთვის დისნეილენდი,
ცხოვრება, ესე იგი არც თუ ისეც საინტერესოა. თავის სურვილი და მაგდონალდსი დავიწყოთ, რომელიც რეალურად არსებობს საქართველოში და მე გავაგრძელო დისნეილენდით. ერთი თხოვნა მაქვს ჩემს ახლო მეგობრებთან. პირდაპირ და ფაიმე, მე ვხედავ რაღაცა ძალიან პატარა შრიფტით არის. პირდაპირ თუ არ გთხოვთ მწარე რეალობას, ნუ მაჯახებთ, მარტო მაშინ ამიხილეთ თვალები, როცა პირდაპირ მოვითხოვ ამას, ოკეი? მიირთკეთ კაბატონო მარგარიტა. არა, იმიტომ რომ არის ხოლმე ხანდახან მეგობარი გეუბნება ისეთ რაღაცას, რაც საერთოდ არ გინდა რომ იცოდე. მე პირადად ყველა ჩემი მეგობარი გაფრთხილებული მყავს, რომ ყველას დავკარგავ რამე რო გაიგონ ისეთი ჩემ შესახებ და არ მითხრან. არა, ვერ დაგეთანხმები, არის ისეთი რაღაცები, შეიძლება ეს მეგობარმა წინასწარ გაგაფრთხილოს და თითქმის ყველა ქალები რატომღაც ასე იქცევიან და ამ ტრაბარეტულ ტექსტებს ამბობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვთვლი, რომ არის ისეთი რაღაცები, რასაც უბრალოდ არ ეტყვის შენს მეგობარს. პოსტი შენ თავზე არ აიღებ ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე აუცილებლად მოვითხოვ, რომ ყველამ მითხრას რამე თუ ისეთი რა ვიცი. თუ რამე ხდება, ხო? თუ რამე ცუდი ხდება. და გვანცა გამოჩთავ. და აი მინდა გამოვაჩინო. ვისარგებლო ჩემთხვევით. ვისარგებლო ჩვენი მეგობარი გვანცა გამოვაჩინოთ, ეს არის გვანცა. ლეგენდარული გვანცა, ბორდეზიანი, ჩვენი პროდიუსერი. გვანცას ყველა საუკეთესო სურათი ამოვარჩიე, ხა ბევრი ვეძებე. არა, ასეც ნუი. ძალიან ლამაზი გოგოა გვანცა, თავიდან ფეხი. მოიცა აკრა სულად გამოიყურება? ასეთივეა ცხოვრებაში. გვანცა ხელში ტელეფონი გეჭირა, თუ რა არის ეს? არა, ძმებს ისწორებდი და მინდა გითხრათ, რომ გვანცას უკვე აქვს iPhone-ი. და ამიტომ iPhone-ის ფოტოები არ არის, თუ ჩემ გამომზეკილია. ჯარა, გვანცას არის. გვანცას იუბილარია, შალვარ და გავიწეს. იუბილარი, გვანც არის და მისი მეუღლე არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. გილოცავ გვანცა და მრავალს და ეს არის ჩვენ ხელში კიდე კარგად ხარ და კარგად უნდა. დიხას გაგილოცავ. გილოცავ გვანცა კიდე ერთხელ. შალვას მილოცავ. კარგი. ბრძნული აზრები. გადავაფქვიოთ, ადამიანი მთელი კვირა ელოდება შაბათ კვირას, მთელი წელი ზაფხულს და მთელი ცხოვრება აბარას. ბედნიერებას. ძალიან მარტივია. ბედნიერება იქნება თუ დავამთავრებთ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ უამრავი საინტერესო სტუმარი ბელის და პაუზის შემდეგ ეს სტუმრები შემოგზანდებიან ჩვენთან სტუდიაში. პაუზა. ჩვენ კი დროებით დაგტოვებთ. ბატონი ვახტანგ ხმალაძე მოგზანდა ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. გამარჯობათ. მოდით გითხარით, ხართ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ არა ხართ? გითხარით რა? მოთმინება თავადო, მოთმინება. გადაჭრით 3-4 დღეც მოითმინეთ და ყველაფერი გადაჭრით. არა, რომ არ ხართ, ხო? მე უბრალოდ არაფერს ვამბობ. რატომ იცით, თქვენი პარტიის ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარემ უსუფოშმა თქვა, რომ პარტიული ნიშნით არ ამოირჩევთო. რესპუბლიკური პარტია არავის არ წარადგენს პრეზიდენტობის. ცოტა კალამბურული ხო არ გამოდის, შეიძლება თვითონ პარტია არავის არ წარადგენს, რადგან მხოლოდ კოალიციაში, მაგრამ თქვენ სტაჟიანი რესპუბლიკელი ხართ. რესპუბლიკური პარტიის ძალიან დიდი ხნის წევრი და თუ თქვენ ხართ კანდიდატი, ხო შეიძლება ესეც ვიფიქროთ, რომ რესპუბლიკელები იქნებიან წარმოდგენილი ამ პოსტზეც, იმიტომ რომ პარტიას ხო არ დატოვებთ დაუშვათ. ისეთ სახით მიყურებს, რომ არც არ მეტყვით, ხო? არა. გეტყვით მარტო იმას, რომ იმ კონსტიტუციის იმ ნორმის მიხედვით, რომელიც უნდა ამოქმედდეს პრეზიდენტის მიერ, ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება იყოს პარტიის, მე რამდენადაც მახსოვს პარტიის წევრობის აკრძალვა არ არის, არის ხელმძღვანელ ორგანოებში, ხელმძღვანელობის აქტი. აი ამაზე ვისაუბროთ. მოდით რახან არ არის ჯერ ამის დრო და ორშაბათს უნდა დაველოდოთ, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ ვინ იქნება ამ კონსტიტუციით პრეზიდენტი. ჯერთი ის მითხარით აპირებთ თუ არა კონსტიტუციის შესწავლას ამ ნაწილში, ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილებების გადასცემას. კი, შესაძლებელი არის რაღაცეები. ხო. ხა თუ არ შეიცვალა, რა ვითარება გვექნება? აი ამაზე ვილაპარაკოთ. ეს არის საინტერესო. თავის დროზე, როდესაც კონსტიტუციის ცვლილებები მზადდებოდა 2010 წელი მაქვს ხედველობაში. დიახ. როდესაც იქნა მიღებული ეს ცვლილებები და უნდა ამოქმედდეს აი წელს არჩევნების შემდეგ. მაშინაც ვამბობდი მე, რომ ეს მოდელი არ არის გაწონასწორებული აი ხელისუფლების გადანაწილების, ძალაუფლების გადანაწილების თვალსაზრისით. იქ არის მთელი რიგი ნორმები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლება აღარ ექნება, აძლევს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობას, რომ
დისონანსი შეიტანოს თავრობის მუშაობაში. თავარსარდალი იქნება თუ არა? თავარსარდალი იქნება. მაგრამ გარდა ამისა, მას რჩება უფლება, რომ მოიწვიოს თავრობის სხდომა, დაესწროს თავრობის სხდომებს. ეს უფლება პრემიერის უფლებამოსილებაში შეჭრაა თქვენი აზრით ეს, ხო? პრემიერის უფლებამოსილებას ის თავის თავზე ვერ აიღებს, ის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ მას შეუძლია რომ თუ თეორიულად თქვათ, ეს აბსურდული ვითარება. მას შეუძლია კრიზისის დროს კი არა, შეუძლია ყოველდღე მოიწვიოს თავრობის სხდომა. და ვალდებულიანი მინისტრები. თავრობა ვალდებულია რომ შეიკრიბოს საბდროს და მაშინ როდის იმუშაოს თავრობა. გასაგებია, კი ბატონო. ამიტომ ასეთი რაღაცები იქნება გასასწორებელი. თუმცა, კი ბატონო. ხო და სასურველია რომ ასეთი რაღაც საკითხები გასწორდეს ჯერ კიდევ მანამ სანამ ოფიციალურად დაიწყება პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია. ბატონო, ახლა შეკითხვა მაქვს. პარლამენტის მიიღებელ კანონს ახალი პრეზიდენტი მოაწერს ხელს თუ აღარ მოაწერს? ისე. ეს არის ის რომ პარლამენტი იღებს კანონს, პრეზიდენტი აწერს მას ხელს, პრეზიდენტს აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი, შეყოვნებითი ვეტოს გამოყენების უფლება. ეს საჭიროა იმისათვის, რომ თქვათ პარლამენტმა დავუშვათ მოუკრეფავში არ გადავიდეს პარლამენტი. გასაგები, ასეთი რამ საჭიროა. გასაგები, ანუ ვეტოს უფლებაც ექნება, მერე შემდეგ პარლამენტი უნდა დაძლიოს ვეტო. თუმცა უფრო დაიცლება ვეტო. ვიდრე ახლა. გასაგებია. კარგით. პრეზიდენტს ექნება თუ არა წარმომადგენლობითი უფლებები უცხოეთში, მაგალითად ხო, ექნება ოღონდ საგარეო პოლიტიკის საკითხებში. იქნება თუ არა განსაზღვრება. პრეზიდენტმა უნდა შეათანხმოს პოზიცია მთავრობასთან. პრემიერთან და მთავრობასთან. ეს იქნება აუცილებელი და ეს ასეა საჭირო. თქო, აი ეს რუსული ის რომ არის, იგავი ლიბიჯ რაგდაშჩუკ რომ სხვადასხვა მხარეს რომ არ ეწეოდა, ეს უნდა იყოს შეთანხმებული. რაც დღეს გვაქვს პრაქტიკულად, სხვადასხვა მხარეს არ არის, მაგრამ ის ძალიან ხელს გვიშლის, ვინც არის. კი ბატონო, შემდეგი შეკითხვა. მას ახალ პრეზიდენტს ვალდებული იქნება თუ არა მის კომპეტენციაში შევა თუ არა ძალოვანი მინისტრების დანიშნა არ დანიშნა, ნებისმიერი მინისტრის დანიშნა არ დანიშნა. არა. მოდი ვთქვათ ასე, თავრობის ფორმირება არ ეხება უკვე. დამოკიდებული იქნება. იცით როგორ არის? აი ესეც ცუდად წერია. წერია ასე რომ პირველი სიტყვა ეკუთვნის პრეზიდენტს თავრობის წარდგენისას. აი ეს უნდა გაასწოროს. მაგრამ თუ პარლამენტმა ეს არ გაიზიარა, მაშინ პარლამენტი თავად ირჩევს მთავრობას, მაგრამ ეს პროცედურა ისე ჩახლართულია, ისე გაკეთებული ეხლა, აი ხა რაც უნდა ამოქმედდეს. ხო, რაც ეხლა წერია, ამოქმედებლად. ხო, რისი ამოქმედებაც უნდა მოხდეს, ისე წერია რომ შეიძლება მთავრობის შექმნის პროცესი, მაგალითად პარლამენტის არჩევნების მერე, ან მთავრობის გადადგომის შემდეგ. შეიძლება გაიჭიმოს, ზუსტად აღარ მახსოვს, თითქმის სამთვემდე შეიძლება გაიჭიმოს. ეს არის ძალიან ცუდი რა. მთავრობა სწრაფად უნდა იქმნებოდეს. ესეც გასასწორებელია. ეხლა რაც შეეხება ლეგიტიმურობას, ანუ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი, ჩემი აზრით, არის ძალიან ლეგიტიმური პირი, თანამდებობის პირი, უმაღლესი თანამდებობის პირია ჩემთვის, ვიდრე პრემიერ-მინისტრი, რომელიც უმრავლესობით ირჩევა პარლამენტში. ანუ პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არის ძალიან მაღალი. შედარებით ნაკლები, მე ესეთი განცდა მაქვს კონსტიტუციონალისტი ბრძანდებით და მითხარით რომ ასე ან ასე არ არის, აქვს პრემიერს, თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილები გაცილებით ჩამორჩება პრემიერს და არ არის რაღაც დისონანსი აქ. ხომ არ ჯობდა რომ მართლაც პარლამენტს აერჩია პირდაპირ, თუნდაც 75%-თან მსგავსი რა. გეტყვით. მოდით თქვათ ასე. წმინდა ფორმალურ იურიდიული თვალსაზრისით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პირი აირჩევა პირდაპირ არჩევნებით. თქვათ, როგორც ახლა ირჩევა პრეზიდენტი. თუ თქვათ, ამ პირს ირჩევს პარლამენტი, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ან ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ არაპირდაპირ არჩევნებში. აბა, ფორმალური იურიდიული თვალსაზრისით ორივე არის კანონიერი. თუ კანონიერია, ესე იგი ხარისხი ლეგიტიმურობისა კანონიერების არის ერთნაირი, მაგრამ არის აქ პოლიტიკური კომპონენტი ჩებოდის. პირდაპირ არჩევნებით არჩეული პირი ჩვეულებრივ მიიჩნევს, რომ ის ასე ვთქვათ, უფრო წარმომადგენლობით, ინდივიდუალურად მივიდა თვითონ მოქალაქესთან და არა პარტიულად. ის მივიდა ინდივიდუალურად. კონკრეტულად ის და არა რაიმე პარტია აიჩინეს. ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკებში ლომის წილ შემთხვევებში არჩევენ იმას, რომ პრეზიდენტი არ აირჩიოდეს პირდაპირ არჩევნებში. მას
არ გაუჩნდეს იმის ამბიცია, რომ ის თავისი უფლებებით არის ტოლფასი, თქვა პარლამენტისა, რომელიც პირდაპირ არჩევნებით აირჩევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გეტყვით თავობაზე, მე და არა მხოლოდ მე, გახსოვთ იყო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც აი 2009-2010 წლებში პარალელურად მოქმედებდა. ამ კომისიამ დაწერა თავის კონცეფციაში, რომ პრეზიდენტი საქართველოს უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა ერთი და მეორე რომ პრეზიდენტი არ უნდა ერჩიოდეს პირდაპირ არჩევნებით. ეს იყო ჩვენი საერთო შეხედულება. მაგრამ ახლა, როდესაც ეს რაღაცა გაჟღერდა, რომ შესაძლებელია ეს ასე იყოს, თქვენ გემახსოვრებათ, როგორი რეაქცია მოყვა. როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ისევე არაპოლიტიკოსების მხრიდან, საზოგადოების მხრიდანაც, რომ ჩვენ რატო გვართმევთ უფლებას, ჩვენ საზოგადოებას, რომ პირდაპირ ავირჩიოთ პრეზიდენტი. აქ მე ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმისა, რომ ფართო საზოგადოებამ ნაკლებად იცის აი ეს კონსტიტუციური წყობილების, თქვათ, პრინციპები, ნაკლებად იცის, თქვათ, რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი იქნება პირდაპირ არჩევნებით არჩეული. მე პირდაპირ დავასახელებ ამ პრობლემას. კონკრეტული პირი, რომელიც აირჩევა პირდაპირ ინდივიდუალურად და მიიღებს მოსახლეობის აქ არის რა ნახევარზე მეტი უნდა. ნახევარზე მეტ პროცენტს ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მათი ნახევარზე მეტ პროცენტს არ აქვს განცდა, რომ ის ყველაზე კარგად წარმოადგენს თითოეული მოქალაქის პოლიტიკურ ინტერესს. და ამან შეიძლება ეს არის დიდი ძალა პოლიტიკური კრიზისი. ხოლო პარლამენტი, სადაც შეიძლება კოალიციურად შევიდეს რამოდენიმე პარტია და კი ბატონო კოალიციამ გაიმარჯვოს. ანუ კოალიციური უმრავლესობა. ამ კოალიციის არჩეული პრემიერი ასეთი გაცდა შეიძლება ვერ კონდეს. საუბარი არ არის ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალით გაიმარჯვა კოალიცია. როცა ამ საკითხზე ვსჯელობთ, იქ უნდა დავივიწყოთ სახელები და გვარები. დღეს არის ის სიტუაცია, როცა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად არის მთელი ხალხის მიერ არჩეული და კოალიციის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი პიროვნულად მას. ასეთია რეალობა და მე ვფიქრობ, რომ დღეს რეალური შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა, თუნდაც პირდაპირ არჩევნებზე ექნება იმას, ვისაც ეს კოალიცია დაასახელებს. ბიძინა ივანიშვილისაც დაასახელებს არის ეს. კი ბატონო, მაგრამ აი ეს ნიუანსი აუცილებლად რაღაცნაირად საფიქრალი ამაზე, მაგრამ მე მინდა კითხოთ. თქვენ ახლა ახსენეთ, რომ კონსტიტუცია კიდევ უნდა შეცვალოთ. ეს საკითხი შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში, ეს შეთანხმებული საკითხია. მე გეტყვით იმას, რომ ჯერ კიდევ არჩევნების წინ, როცა საარჩევნო პროგრამა იწერებოდა, ჩვენი კოალიციის საარჩევნო პროგრამა, იქ პირდაპირ წერია ეს, რომ ეს უნდა შეიცვალოს. და ახლაც ჩვენ ვფიქრობთ აი ასეთ სქემაზე, რომ შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ფართო, დიდი კომისია, რომელიც იმსჯელებს პრაქტიკულად კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩამოყალიბებაზე, რომ მარტო აი ეს ადგილები კი არ შესწორდეს, რომ თლიანად ჩამოყალიბდეს ისეთი ერთგვაროვანი გაწონასწორებული სისტემა, მაგრამ მანამდე პარალელურად მომზადდეს რამდენიმე აუცილებელი ცვლილება, რაც გაასწორებს აი იმ დისბალანსს, რომელიც დღეს არის. ეს ნება უფრო მალე უნდა მიიღოთ ვიდრე ის, ხო? აი სასურველია, რომ ეს ცვლილებები ჩვენ მივიღოთ მანამ აგვისტომდე. აი ხა შეკითხვა, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. ამ ცვლილებებში ჯერ ესეთი მაინტერესებს, შევა თუ არა პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის შესაძლებლობა? არა მგონია, რომ ეხლა შევიდეს და ესეც უფრო მე ვიტყვი უფრო პოლიტიკური მოსაზრების გამო, რომ ეხლა როდესაც მოკლე ვადა არის დარჩენილი სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ახლა ამან არ გამოიწვის, ამის გარშემო შეიძლება ატყდეს ძალიან ისეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი. ეს რომ არ მოხდეს. კი ბატონო, მაშინ ესეთი შეკითხვა. გამოჩნდა რომ და ფორმალურად ასეა, რომ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას. და ოპოზიცია არ წავა რაღაც ცვლილებებზე. თუ რას იზავთ ამ შემთხვევაში? თუ შეთანხმება ვერ, მაშინ ამოქმედდება ის, რაც დღეს არის. არ იქნება ეს კარგი მოდელი, ვამბობ, იმიტომ რომ არის შემცველი ეს მოდელი შეიცავს მთელ რიგი პოლიტიკურ კრიზისების შექმნის შესაძლებლობას, მაგრამ უბრალოდ სხვა რაგაზა გვექნება და უნდა გქონდეს მერე იმედი იმისა, რომ
ის ვინც პრეზიდენტად იქნება არჩეული. მოიქცევა კეთილ. რომ აღმოჩნდება გონიერი ადამიანი, მოიქცევა ისე რომ არ შექმნას კრიზისი. დღეს რომ განიხილავთ კანდიდატებს. ამის მიხედვითაც არჩევთ? მე არ გეკითხებით. თავად მე ამ განხილვებში არ მონაწილეობ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ესეც უნდა იქნეს გათვალისწინებული. თქვენ არ მონაწილეობთ განხილვებში, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი. გასაგებია, თუ თქვა თქვენი პარტია მონაწილეობს. კი, გასაგებია. ხმაცა აქვს და იცის. დიახ. გასაგებია, როგორც მე უკვე მივხვდი, რეზუმირებას გავუკეთებ, ძალიან გინდათ ხელისუფლების წევრებს რომ შეცვალოთ კონსტიტუცია, რაღაც ნორმები მაინც სანამ დადგება აგვისტო. რომ შევამციროთ რისკის ხარისხი. იქ მართლაც რამოდენიმე საკითხია, მთავრობის ტომის მოწევა და ასე შემდეგ. ეს შესწორებები შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას ალბათ, უფრო ვიდრე სხვა რამეს, ხო? მე ვიტყოდი, არა, იცით როგორ არის, პრეზიდენტს რაიმეს კეთების შესაძლებლობა აი ამ ცვლილებებით, რაც დღეს ამოქმედდება, რაც უნდა ამოქმედდეს, არა აქვს. ასე რომ ის რომ მოინდობოს მაგალითად, იქ ამის მოხსნა, იმის მოხსნა, ამის უფლება არა აქვს. გადაწყვეტილების მიღება, მისი მთელი რიგი გადაწყვეტილებებს ხელი უნდა მოაწეროს პრემიერ-მინისტრმა, სხვანაირად ვერ ამოქმედდება. ამას ქვია კონტრასიგნაცია. თანახელმოწერა, ამის გარეშე ვერ ამოქმედება. ამ ხრივ საფრთხე არ არის, მაგრამ საფრთხე არის ხანაირად პრეზიდენტს შეუძლია ხელი შეუშალოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას და აი ეს რომ არ მოხდეს, ჯობს გავასწოროთ ახლა. მეორე თემა, რაზეც მინდა დასასრულ გელაპარაკოთ, არის თემა, რომლის გამოც ორი რექტორი ითხოვს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები. ვიცით რომ ეხლა უნივერსიტეტს მაგალითად თან თევზაძის ილიაუნის აქვს კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. არა სამეწარმეო, არა კომერციული იურიდიული პირის. ანუ რასაც ეძახიან NGO სტატუსი და ახალი კოდექსით ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ შეუძლიათ გარდაიქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ეს არ მოწონთ, რადგან ავტონომიაში პრობლემა გვექნება ავტონომიისა. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა მოგახსენოთ, დღეს თუ რა განსხვავება მოდი ხალხს მარტივად დაუხსნათ ამ ორ შორის რა განსხვავებაა? გეტყვით. საერთოდ სამოქალაქო კოდექსს არაერთი უსიამოვნება შეხვდა ამ წინა ხელისუფლების პირობებში. მაგალითად ის ნაწილი, ის თავი სამოქალაქო კოდექსისა, სადაც არაკომერციულ, არამომგებიან იურიდიულ პირებზეა საუბარი, პრაქტიკულად თლიანად შეიკვეცა და დარჩა იქ სულ რაღაც რამდენიმე მუხლი. იქ იყო გამოყოფილი, აი თქვათ ფონდები, როგორ უნდა ფორმირდებოდეს, როგორ უნდა ყოფილიყო მათი მართვა. მორგებული იყო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ეს. არა, ადრე რომელიც იყო, არა, ადრე რომელიც იყო. სულ ადრე რომელიც იყო. ეს იყო გამიჯნული, რომ ფონდს უნდა ემუშავა, ასე ვთქვათ, საზოგადოების, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის სასარგებლოდ. მაგალითად უნარშეზღუდულთა მაგალითად სტუდენტებისთვის, მაგალითად მოსწავლეების, ეს ავადმყოფებისთვის და სხვადასხვა. დღეს ეს მოიშალა. ხო, ეს აღარ არის. და მოშალა წინა ხელისუფლება. ეს არის ცუდი. მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები კოდექსით განსაზღვრული იყო, სულ ცოტა ამდენ პირს უნდა შეექმნა, რომელსაც აუცილებლად გამგეობა უნდა ერჩია, ესეთი უნდა ყოლოდ აღმასრულებელი ორგანო. სოლიდურად უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ გადაწყვეტილებები კოლეგიალური ყოფილიყო. ერთი ადამიანი აი თქვენ ან მე შეგვიძლია გავიდეთ, მივიდეთ საჯარო რეესტრში. მივიტანოთ განაცხადი, რომ ჩვენ შევქმენი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სახელად რესპუბლიკა და მორჩა. მე ვარ იქ, ავან ჩავანი ყველაფრისა და მაგას დაუძახეს ლიბერალიზაცია. აი ასეთი სტატუსი აქვს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ქონების განკარგვის თემატიკა შემოდის, ხო? ქონების განკარგვა შემოდის, მართვის წესი შემოდის. ეხლა რომელ დამოუკიდებლობაზეა და ავტონომიაზეა დღეს ლაპარაკი, როდესაც მართავს იქ რეგენტთა საბჭო, კი ბატონო, რომლის წევრებიც არიან მინისტრების მოადგილეები, რამდენიმე მინისტრის მოადგილე. სახელმწიფოზე დამოკიდებულია ეს და ავტონომიაა. ანუ თქვენ არ გამორიცხავთ, რომ შეიძლება ეს სტატუსი შეიცვალოს და გახდნენ კლად სახელმწიფოს. არა, იცით რა არის? მე უყურებ ასე, რომ თავისი, ასე ვთქვათ, არსით, ხო, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს. ავტონომია ხო შეიზღუდება. ავტონომია მას უნდა ჰქონდეს და მის თავისი არსით არის უფრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შეცდომა ეს სტატუსი მათ რო აქვთ.
თქვენი რომელ დღეს რაც რა? ხო, აი ილიაუნის მე მგონია რომ არ შეიძლება ეს იყოს აი ეს NGO, არ არის უნივერსიტეტი NGO, ჩემი აზრით. და თავის დროზე ვამბობდი ამას, მე მიმოჩნდა რომ არასწორი იყო. გასაგებია, კარგი. ნუ მაგაზე თუ დაადებს ვეტოს, გადალახვა მოგიწევ. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ვამთავრებთ ბატონო ვახტანგთან საუბარს და თეატრ თუთბერიძეს ველოდებით რეკლამის შემდეგ. დავრუნდით პირდაპირ ეთერში თეატრ თუთბერიძე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. თეა ძალიან ლამაზად გამოიყურები. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მომწონს ძალიან. თუმცა შენი შინაგანი მდგომარეობა ასეთი არ არის ფოთავ, ხო? საქართველოს ბედი გაღელვებს. საქართველოს ბედი მაღელვებს, მაგრამ რა ხდება დაერიეთ ერთმანეთს ეს ნაცმოძრაობა, აჰა? ცოტა უფრო სერიოზულად თუ დასაუკითხოს, კარგი. ხო, მაგრამ რა ხდება? არის განხეთქილება ახალი ეროვნული მოძრაობის წევრებში? არის პრობლემა სამწუხაროდ, ისევე როგორც არის პრობლემა ქართულ ოცნების შიგნით. ხო, მაგრამ ჩვენ დღეს ვილაპარაკოთ. კი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ნაცმოძრაობაზე. იქ ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიცია. თუმცა მე ვერ ვატყობ, რომ ნაციონალური მოძრაობა, მისი გენერალური მდივანი იყოს ამ განწყობაზე, თუნდაც მისი ბოლო პერიოდის განცხადება, იგივე საქართველოს პრემიერის იმ შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც მოყვა ლაფანყურის თემას, სადაც მან ისაუბრა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ტერორისტების ფარველობაზე, რომელიც მე მიმაჩნია, რომ არის ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან საზიანო, მსგავსი ტიპის გამონათქვამები ქვეყნის პრემიერის მხრიდან და არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. ამის შეფასება ძალიან არაადეკვატურად მოხდა. რა თქვა? მან მეორე დღეს ჩაატარა ბრიფინგი. დიახ, ბრიფინგი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე ეს ბრიფინგი. დაახლოებით 6-7 წუთია და ორჯერ ამ მთელი ამ ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის ამ გამონათქვამზე მისი მთელი შეფასება იყო მხოლოდ ის, რომ მან ბიძინა ივანიშვილს უწოდა გამოუცდელი პოლიტიკოსი. მე ვფიქრობ, რომ შევამჩნიე ბატონმა, აი წავიკითხავ, ბატონმა პრემიერმა ძალიან ინერვიულა, რომ 19 აპრილს ბევრი ადამიანი მოვიდა. აი, სხვა თემა. ანუ ილაპარაკა ყველა თემაზე, მათ შორის რაღაცა გათავისუფლებებზე, დასაქმებებზე, ასე შემდეგ. სულ 2 სიტყვით შეეხო იმ ანტისახელმწიფოებრივ გამოთქმას, იმ საკმაოდ დიდი საფრთხეების ხელოვნურად არ ამახვილებს. არა, აქ ამ შემთხვევაში მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ლოიალობა განპირობებული შეიძლება იყოს ორი რამით. ერთი, ან თავად ვანომერაბიშვილიც ვერ ხვდება, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნის პრემიერის მხრიდან ეს განცხადება, ან მეორე, რომ არსებობს გარკვეული, ასე ვთქვათ, შეთანხმება? გარკვეული საკითხები, რის გამოც ის ვერ ახერხებს მისცეს ადეკვატური შეფასება. ბევრი რამ შეიძლება იმისა რომ დაიჭერენ მაგალითად? ნუ არა მხოლოდ, თუმცა ამის ნაკლები შიში არსებობს ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ ეს რომ სდომოდათ ამას აქამდე მოახერხებდნენ და იმისთვის არ ატარებდნენ საგამოძიებო ორგანოში ის იყო ვანომერაბიშვილი თუ იყო ლევან მაისურაძე და ისევე როგორც ბაჩუ ახალაიას შემთხვევაში მოახერხეს შეეთითქმათ რაღაც აბსურდული ბრალდებები, მსგავსი შეიძლება და გაკეთებულიყო, თუმცა მე არ ვთვლი, რომ მსგავსი რამ უნდა გაკეთდეს და არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში რომელიმე მე მესმის. ეხლა უყურე, მოდი ვილაპარაკოთ ისე, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია შენი სოფხედველობა და პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ვერ დაგაბრალებ. ისევე როგორც ჩემთვის. რა თქმა უნდა. მაგრამ იმას ვერ დაგაბრალებ, რომ უპრინციპო ადამიანი ხარ, ან რაიმე კონკრეტული ხეირი ნახე წინა ხელისუფლების დროს და ამის გამო ჩხუბობდი და ამის გამო ყვიროდი, ხო? აი ეს მე ასე არ გონია და არც არასდროს არ მეგონა. აქ ნაგავნერი ეს რა თქმა უნდა პატივისცემის ნორმას ჩემში იწვევს. ეხლა სხვანაირად ვილაპარაკოთ. ესეთი რუსულად რომ ვთქვათ, რასკლადია. ბაჩუ ახალაია, რასაც აკეთებდა იმიტომ, რომ იდეა ჰქონდა რაღაც გარკვეული იდეა. მე აი ვამბობ პირდაპირ. არ გონია კატეგორიულად გამორიცხავ, რომ დიდ ფულებს და ბიზნესებს აკეთებდა ბაჩუ. ამას გამორიცხავ. არც აკეთებდა, დიახ. ამას გამოვირცხავ. თუმცა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის მეთოდები, ის ფორმები, რასაც რითაც ის მოღვაწეობდა, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკოთ. ხო, მე შემიძლია ამაზე ვერ ვილაპარაკო. იგი საკუთარი სიცოცხლის რისკის და იმ საყოველთაო ზიზღისფასად, რაც მან დაიმსახურა, მან გააკეთა რაღაც, რასაც ბევრი ხელს
იმ წრეში არ მოკიდებდა. ეხლა ამ ადამიანს, ამ ოჯახს აქვს განცდა, რომ როდესაც შეიქმნა პრობლემა არჩევნებში და ეს არჩევნებში ეს პრობლემა შეიქმნა ჩემი აზრით მიშას და ვანოს გამო პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ თუმცა ლომისწილი ლიდერს მიუძღვნის ამ შემთხვევაში აი ამ პრობლემის გამო ის მიატოვეს გასაჭირში და ხელები შეახოცეს. ამასთან შენ კიდევ ამატებ და არაურაზროვნად აცხადებ ინტერვიუებში, არ ვიცი ეხა ილაპარაკებ თუ არა, მაგრამ ამბობ, რომ არის შეკითხვები ვანო მერაბიშვილის რუსეთთან კორელაციაზე. დიახ, ამაზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ბაჩოს თემა არის საკმაოდ ვრცელი, მე შემიძლია ამაზე სხვა გადაცემაში დიდი სიამოვნებით ვისაუბრო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი, ასე ვთქვათ, პრესკონფერენცია, ინტერვიუ ეხებოდა ნაციონალური მოძრაობის გენერალ მდივანს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მინისტრს წლების განმავლობაში, რომელიც ხერხემლად იყო წოდებული და მათ შორის მეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დიახ, ვიყავი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, აქტიური მხარდამჭერი და მიმაჩნდა, რომ თუ კი მე პირადად მეძინა მშვიდად იმ განცდით, რომ იმ ფონზე, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსული სპეცსამსახურები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მუშაობდნენ და მათ დასაყრდენი ყავდათ როგორც იმჟამინდელ ოპოზიციაში, ასევე ეკლესიაში სამწუხაროდ, ასევე ვიყავი დარწმუნებული, რომ მათ ეყოლებოდათ ხელისუფლებაშიც დასაყრდენი, მაგრამ ნაკლებად ვფიქრობდი, რომ ეს დასაყრდენი შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ვანო მერაბიშვილი განსხვავებით დღევანდელი გადასახედიდან. რატომ ფიქრობ ასე რომ ეს შეიძლება დასაყრდენი ყოფილიყო? ჩემთვის პირველი, ასე ვთქვათ, აი ეს ეჭვები და კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე 12 დღით ადრე გავრცელებული იქნა ის სკანდალური ვიდეოები, რომელიც უკავშირდებოდა ეგრეთ წოდებულ ციხის სკანდალს. ამ ვერსიას არ ეთანხმები, მე პირდაპირ გეტყვით, რომ გამოიტანე ჟურნალისტებმა. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემ შვილსაც რომ მოუყვა ის ზღაპარი, რომ ვიღაც ბედუკაძემ ეს ყველაფერი საკუთარი ინიციატივით, იმიტომ რომ იქ ვიღაც პატიმრების ბედი მას აღელვებდა თურმე და ასე შემდეგ. ნუ ეს არის ზღაპარი, რომელსაც მე მგონი არა მე შენი აზრით. ვანო სპეციალურად გამოიტანა. პირველ რიგში გეტყვით, რომ მე მგონი, ნუ ახლა მე შენგან განსხვავებით ის სტატუსი არ მქონია, მაგრამ ციხეებისგან შორს არ ყოფილ ვარ, ანუ მე ციხეებთან მქონდა შეხება წლების განმავლობაში და ძალიან კარგად ვიცი, როგორ შეიძლება მოხდეს მსგავსი რამის გაკეთება ამ სისტემაში, ისე რომ ამაზე ინფორმაცია არ ქონდეს შესაბამის უწყებებს. მოწყობა იქ რაღაც კინოსტუდიების გადაღებები, ამ ყველაფრის თვეების და წლების განმავლობაში გაკეთება, დაგროვება, გარეთ გამოტანა. ევედემეს იცოდა. შეუძლებელია რომ არ ცოდნო და იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს, ლამის მართლაც ვინვისთან იწვა და არ არსებობს მსგავსი. ნუ ეხლა უამრავი ანუ ადასტურებ რომ პირად ცხოვრებაში იჭრებოდა, ხო? უამრავ რამეს, ასე ვთქვათ, დღესაც სამოგწევ თუ ადასტურებ იმას რომ უკანონოდ პირად ცხოვრებას აკონტროლებდა. ძალიან ბევრ საუბრობდნენ მათ შორის ამაზე და დღესაც საუბრობს ეს ხელისუფლებაც და შესაბამისად, ნუ მე არ ვფიქრობ რომ შეიძლება მსგავსი რამ არ ხდებოდა, მაგრამ ამას თავისი, ასე ვთქვათ, ეს სხვა საკითხია. ანუ მე მიმაჩნია რომ ამაზე აუცილებლად უნდა ჰქონოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრს ექნებოდა თუ უშუალოდ მისი, ასე ვთქვათ, დახმარებით არ მოიპარა ბედუკაძემ, მქონდა ინფორმაცია და მოიპარა ბედუკაძემ, გააცურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს შეიძლება თქვენ ესე ფიქრობდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი აზრით არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ. აბა ვანო სპეციალურად მისცა კადრები? სხვა შორის პირველ ეტაპზე, როდესაც ეს კადრები გაჩნდა და გავრცელდა უпростоრად და მე ამაზე ვსაუბრობდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვსაუბრობდი იმას, რასაც ამ წუთში ვსაუბრობ და გარკვეული მიზეზები ამას ჰქონდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ამიტომ მე თავი შევიკავე ხმამაღლა იმ განცხადებების გაკეთებისგან, რა ეჭვებიც გამიჩნდა. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდში წავიდა საუბარი, რომ ამაში ძალიან დიდი ფულის გადახდა მოხდა გარკვეული ადამიანებისთვის, გარკვეული ადამიანების მხრიდან და ასე შემდეგ, მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიც არ უნდა არ არის ეს შეთქმულების თეორია, შენ ამბობ შემდეგს. რადგან ვანო ყველაფერს აკონტროლებდა ამ ქვეყანაში, შეუძლებელია მას არ ცოდნოდა ეს გადაღებები. თქვენ როგორ ფიქრობთ, მას შეიძლებოდა რომ არ ცოდნოდა? შეიძლებოდა არ ცოდნოდა, არ ფიქრობ, მაგრამ შეიძლება მოხდა ისე, რომ კი იცოდა პირიქით უნდა კიდეც ამის შექმნა, მაგრამ ბედუკაძემ იმარჯვა და მოიპარა. მაშინ ბედუკაძემ იმარჯვა,
მაშინ სხვა რაღაცას გეკითხები. რა რეზონი ჰქონდა? კი ბატონო, კი ბატონო. კარგი, ანალიზი გამიკეთე. ჭორებზე კი ნუ არა, ჭორებზე რა რეზონი ჰქონდა ვანო მერაბიშვილს, რომ ესეთი კატასტროფა მოხდარიყო. განა მას არ ჰქონდა იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი არა მარტო ახალაიებს, არამედ ყველაფერს დაუნგრევდა. ახალაიები აქ არაფერში არ არის. რატო გააკეთა მაშინ? პირდაპირ გეტყვით, რომ ახალაიები აქ არ არის არაფერში. კი ბატონო, რატო გააკეთა? ახალაიები აღმოჩნდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დარტყმის ქვეშ, რომ რეალურად ისინი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის ძირითადი გასაყრდენი. გავიგეთ, დამასრულებინ ახლა აზრი, რომ ასე ვთქვათ, ლოგიკურად განმავითაროთ. ჩვენ დავინახეთ, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წლების განმავლობაში ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი ჩამოაშორა არა მარტო ძალიან მნიშვნელოვანი უწყების კონტროლს, არამედ მთლიანად დიახ. და ის მისი ასე ვთქვათ, ეს ჩამოშორება შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუ სხვა უწყებების კონტროლიდან შეიფუთა და მიწოდებული იქნა საზოგადოების წინგვარად, როგორც დაწინაურება და ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით. თუმცა და ასევე ითქვა, რომ ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, კი არა, უბრალოდ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატი. თუმცა მე ვიცი, რომ ის ვერ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, ვიცი. ანალიზის შედეგად დღეს უკვე ვიცი. უკაცრავად, ανალიზის შედეგად იცი თუ იცი? არა მხოლოდ ვიცი. და თუ კი ეს ვინმე მიცოდა, შესაბამისად ეცოდინებოდა და ამას მიხვდებოდა ვანო მერაბიშვილიც. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც მისი გადაყვანის შემდეგ არა ასე ვთქვათ, არა მარტო ნუ თუნდაც ის რომ ის არ იყოს ის პირველი ნომერი და არათუ პირველი მეხუთე მეექვსე და მეშვიდეც კი საერთოდ არ ყოფილა. ეს ერთი და მეორე. მისი შემცვლელი არ დაინიშნა მის შემცვლელად უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში არც ერთი მისი მოადგილე და გადაყვანილი იქნა ბაჩუ ახალაია. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი შაშკინი მისი კადრი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მას მოადგილედ დაუნიშნეს რათა ახალაია, რომლითაც ყველაფერი იქნა უკვე თქვამი ანუ რა მოხდა მაშინ ეს მითხარ? რეალურად თუ კი გარკვეული ასე ვთქვათ ინფორმაცია არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი ვერ გახდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად ამაზე მასაც ექნებოდა გარკვეული ეჭვები და მე ვფიქრობ, რომ სწორედაც რომ მან ამ ყველაფრით ამ მოტივით დაანგრია ნაციონალური მოძრაობა. რეალურად ამით მან ასე ვთქვათ მიხეილ სააკაშვილს გადაუხადა ჩემი არა ერთი წუთით არაფერი მას უკეთესად ანუ ეგეთი შტერია დამასრულებინეთ ერთი წუთით მას ის ფიქრობდა რომ ეს იქნებოდა მისთვის ასე ვთქვათ მისთვის მომგებიანი პოზიცია არც ის იქნებოდა რომ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში ის არ იქნებოდა პირველი პირი, რომელსაც ამის ამბიცია აქვს და ეხლაც აქვს, ერთი წუთით დავასრულებ. თუმცა მე ერთი რამე ვიცი, რომ ის გარიგება, რომელიც ყოველდღიურად დასტურდება, რომ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ მოსწონდეს თავად ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც, ფაქტია, რომ ეს გარიგება არსებობს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ცვლილებებიც გატანილი იქნა და ეს არაფერში არ ჭირდებოდა რეალურად ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, კი ბატონო. რაღაცა მინდა კითხო. დავასრულებ. არა, დაასრულებ, მაგრამ იმას ვერ გავივლეთ ესე მარტივად. ვანო მერაბიშვილი შტერია? ვანო მერაბიშვილი შტერი არ არის, თუმცა არც იმდენად ჭკვიანი არ არის, რომ ეს ყველაფერი ისე დაეგეგმა. არ არის შტერი. მას ხო უნდა ცოდნოდა რომ ეს კადრები არჩევნების წინ, ხო? არა მარტო მიშას და არა მარტო ახალაიებს და არა მარტო ნაცმოძრაობის რაღაც ნაწილს. არამედ მთლიანად იმ პოლიტიკურ გუნდს დაანგრევდა, რომელშიც ის იყო და ნანგრევებში მოყვებოდა. რისი იმედი ქონდა, რომ ამ კადრებს გაუშვებდა და რა? არა, ლოგიკურად მითხარი, ამ კადრებს რო უშვებდა, ანუ უწეჭკას რო აკეთებდა. რისი იმედი ქონდა? რა უნდოდა რომ მოხდარიყო? რაც მოხდა, სავარაუდოდ, თუმცა კი რა თქმა უნდა და ერთი წუთით არა ლოგიკ შტერი გამოდის. რატო გამოდის შტერი? რატომ არა უკაცრავად რატომ არის ვანო მერაბიშვილი ან თუნდაც მისი გარემოცვა დღეს მდგომარეობაში. აი და კითხვას გისვათ, რა პრობლემა აქვს დღეს მას? რას ამბობ? მას აქვს უფრო მეტი, ერთი წუთით უკაცრავად. მისი ბიზნესმენები დაიჭირეს. არ უკაცრავად. რომელი არის ციხეში? ერთი წუთით. ციხეში ახლა რომელი არის ციხეში? ხო, მადლობთ. ეხლა უკეთესად არის ვიდრე ნაცებს რომ მოვიგოთ? იქნებოდა. არა, უკაცრავად რა, ეხლა ეს არა, ნუ ეს არის თქვენი ლოგიკა, იმიტომ რომ ძალიან არაცხობს მათ შორის არც ქართულ ოცნებას ამ გარიგების ასე ვთქვათ ვანო რო დაიჭირო?
მე ვფიქრობ ერთ რამეს. კი ბატონო, არა, ჩემი სქემა არ ინგრევა. მე ვფიქრობ, რომ პირველი ვანო მერაბიშვილს არ დაიჭერენ, თუ მსგავსი რამ უნდათ ამას გააკეთებდნენ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში არც ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმ გარიგებისა, რომელი გარიგებაც არსებობს დღემდე, საბოლოო ჯამში ვანო მერაბიშვილს არ დაიყენებს გვერდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი წუთით ანუ გვერდით დაიყენებს ამ შემთხვევაში გარიგება, რომელიც არსებობს რეალურად სამწუხაროდ დამასრულებინებ. საბოლოო ჯამში თუ ვინმე მოუღებს ვანო მერაბიშვილს ბოლოს, მიმაჩნია, რომ იქნება კვლავ ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან ის არ არის მიხეილ სააკაშვილი, მოდით ესე პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად სხვა მეთოდებით, ასე ვთქვათ, მიჩვეულია მაგას ცალკე ვილაპარაკოთ სხვა გადაცემაში. ასე რომ ადამიანი, რომელიც გაწირავს საკუთარ გუნდს, იმ ადამიანს, რომელიც მან კაცად აქცია, ესეთ ადამიანს მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე გვერდით არ დაიყენებს და სწორედ ეს არის დღეს ვანო მერაბიშვილის თავარი პრობლემა. მიშას და ვანოს შორის დღეს. ეს დაპირისპირება გამოჩნდა ძალიან აშკარად და ღიად 19 აპრილსაც, როდესაც 19 апრილის აქცია დაანონსებული იქნა უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მხრიდან 1 წუთი დავასრულებ. მთელი 2 თვის განმავლობაში, არა თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოებისთვის საუბრობ. რო დატოვა ტრიბუნა, როცა მიშა გამოდიოდა. დავასრულებ. თქვენ წაკითხული გაქვთ, ყოველას არ აქვს ალბათ ის ინტერვიუ წაკითხული, შესაბამისად აქ ვსაუბრობთ მაყურებლებისთვის. 19 აპრილის აქცია 2 თვის განმავლობაში ანონსდებოდა, მაგრამ მთავარი მიზანი სამწუხაროდ ამ აქციის არ იყო ნათელი. ბოლო დღების ასე ვთქვათ, რამოდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია და ეს დასტურდებოდა ნაციონალური მოძრაობის გარკვეული ლიდერების მხრიდან, რომ ამ აქციაზე დასახელებული იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატად ვანო მერაბიშვილი და ეს გაკეთდა კიდეც განცხადებები საჯაროდ, თუმცა ეს გეგმა ჩაშალა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ის დაიჯდა ნინო შუბლაძესთან პირდაპირ ეთერში და მან დასმულ შეკითხვას, მოხდებოდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება, უარი ასე ვთქვათ, მაგრამ შემდეგ რო დაკმაყოფილდა ხომ მოხვალ. კი, რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე აქციის დროს, როდესაც ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაგვიჭერენ ჩვენ ვანოს კი არა, რაც ჩვენ დაგვიჭერენ. მან დატოვა დემონსტრაციულად ვიცი, გასაგები. დიდი მადლობა. მე დაკმაყოფილებ აუცილებლად და პირველ მომენტში რომ მოხვალ და ილაპარაკებ. მაგრამ ჯერ რა არის, იცი, ჯერ არ განვითარებულა მოვლენების საკმარის საქმე. ეს ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, მე ვფიქრობ, რომ არა ქართული ოცნების, არამედ ნაციონალური მოძრაობის გაჯანსაღებისთვის არის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი. და ეს ყველაფერი მომავალში გამოჩნდება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გადავდივართ ახალ ამბებზე, ვემშტობებით თიას, ახალი ამბების შემდეგ ბრუნდება ცხელი შუადღე ისევ. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოკლედ გადაცნობთ ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს. მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 62 წლის თავს აღნიშნავს ევროპაში ეს დღე 8 მაისს აღინიშნება, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისზე იმობენ. დღეს დილიდან ვაჭის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებიან. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან განლაგებულია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი შეჭრებილ ვეტერანებს გამარჯვების დღე პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს. ოდნავ მოგვიანებით კი ვაჭის პარკში შეჭრებილ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს სხვადასხვა პარტიების პოლიტიკურმა ლიდერებმა. დღევანდელი დღე არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში მე-20 საუკუნეში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც დამარცხა ძალიან დიდი ბოროტება. ჩვენ ყველანი ძალიან დიდი მადლიერები უნდა ვიყოთ ამ ადამიანების, ჩვენი ვეტერანების, ვინც პირადად მიიღეს მონაწილეობა ამ გამარჯვებაში. არ არსებობდა საქართველოში არც ერთი ოჯახი, საიდანაც არ იყო წასული ომში ადამიანი და ძალიან ბევრი იცით, რომ დაახლოებით 360,000 ქართველი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში. ამიტომ ეს დღე ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მე მინდა 9 მაისი მიულოცო ყველა ომის ვეტერანს, პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და მინდა აი მცირე საყოდური ვთქვა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ. კარგია რომ დღეს ოფიციალური გვირგვინებით აღინიშნება ეს დღე, მაგრამ რაღაცა მეტი სითბო აკლია. თქვენ შეგიძლიათ გადართოთ დღეს არა მარტო ნებისმიერ რუსულ არხზე, ბელორუსიის არხებზე, უკრაინის არხებზე და ნახოთ როგორ აღინიშნება ეს მთელი სულით, გულით და სითბოთი და ქართველები ამას აღნიშნავთ, თითქოს რაღაცა ჩვენი წვლილი იყოს სხვაზე ნაკლები.
რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჩავლიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან მერძევეს გუძუ ბოლოთაშვილს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. მინისტრმა ვეტერანს საგზაო დარგში მრავალწლიანი მუშაობისთვის სიგელი გადასცა და დაბადების დღე მიულოცა. გუძუ ბოლოთაშვილს 15 მაისს 89 წელი შეუსრულდება. ის საპროექტო ინსტიტუტ საგზა მეცნიერებაში უკვე 43 წელია მუშაობს. დღესვე ვეტერანს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ პრემიის სახით 500 ლარი გადასცა. ჩვენ სისტემაში მომუშავე ერთადერთი ადამიანი ვყავს, ვინც 68 წლის წინ იზეიმა გამარჯვება, ვინც იბრძოდა და ვინც დიდი ხანია ჩვენ სისტემაში მუშაობს. ამიტომ მას გადავწყვიტეთ, რომ მოსულიყავით, მიგველოცა ჩვენი სამინისტროს გზების დეპარტამენტის მეგზებეთა საზოგადოების სახელით გადაგვეცა მისთვის სპეციალური სიგელი და გამოგვეხატა ამით პატივისცემა და ასევე მეგზებეთა საზოგადოების სახელით გადაგვეცა მისთვის ფულადი ჯილდო. ორდერტელიდან 55 წლამდე მომი იყო, ვარამ კარგად ფიქრობ. ძალიან კაი გზაზე დადგა ჩვენი სახელმწიფო. და ღმერთმა კარგად სამყოფოს, ხელი მოუმართოს. მომი აღარ გვინდა გოთ. შიდობა რა ჯობია? ფაშიზმზე გამარჯვების 68-მე წლისთავე ტრადიციულად აღინიშნა რუსთავშიც ღონისძიება დიდების ხეივანში გაიმართა. 9 მაისის ომის ვეტერანებს რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ამ დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან დათანაბრებულ პირებს რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა. დღესვე სამამულო ომის მონაწილეებისთვის კონცერტი და საზეიმო ვახშამი გაიმართება. რუსთავში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 49 ვეტერანი და მათთან დათანაბრებული 190 ადამიანი ცხოვრობს. დღევანდელ დღეს აი სწორედ მსოფლიო საერთოდ მაშინ იყო საბჭოთა კავშირი, აი მაშინ დიდი გამარჯვება ეს დაუვიწყარი ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ ვიწყებენ ჩვენს განჯოს სწავლებას და კიდევ გიგონებენ რომ ამდენი 68 წელია ომი დამთავრდა და კიდევ დღევანდელ დღეს არ ვიწყებ ჩვენი სახელმწიფო და კიდევ პატივს დაგხვდათ. დღევანდელი დღე არის ასევე მნიშვნელოვანი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ღვაწლი ნამდვილად მიუძღვნა ჩვენს ნათელ მომავალს და სწორედ მათი დამსახურებაა, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქალაქის მომავალზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე. გურჯაანში ჯარისკაცის მამის გიორგი მახარაშვილის ძეგლთან დიდების მემორიალზე კონცერტი გაიმართა. რაიონის ხელმძღვანელობამ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და მათთან ერთად მათას სასაფლაო და მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამგო. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ომის 63 ვეტერანი ცხოვრობს. გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის დამრეობა მათ სასურსათო პაკეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეულ საშუქრად 200 ლარი გადაეცა. სიყვარულის ნიშანია ჩემთვის ეს რომ დამთავრდა ომი და მე ვთხოვ ესეთი სიმწარე აღარ უღრუბლო საყოფილიყო ჩვენ ქვეყანაში. მშვიდობა არის, ხალხისთვის ბედნიერება არის. 81 წლის ასარში მსახიობი ოთარ მეღვინეთოხუცესი გარდაიცვალა. მეღვინეთოხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები. მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მთავარმა როლმა ფილმში დათა თუთაშხი. ცნობილ მსახიობს შაბათ საღამოს 8 საათისთვის მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ოთარ მეღვინეთოხუცეს კვირას 3 საათზე დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მე არ ვიცი სიტყვები, მე არ ყოფილი თავარია რომ წავიდა ახლა არტისტი და მე ვიცი რომ მთელი საქართველოსთვის ის არის დათა თუთაშხია და ასე დარჩება ის ალბათ თავის ამეხსიერებაში. ასეთი მსახიობები ძალიან ცოტანი იყვნენ საქართველოს ისტორიაში. ეს იყო უდიდესი ტრაგიკოსი მსახიობი.
მაგას ნებისმიერ ამპლუაში შეეძლო თამაში, მაგრამ რასაც ქვია დიდი ტრაგიკოსი, ეს იყო აი დიდი მსახიობების შემდეგ, რასაც ერქვა აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, აი ტრაგედიის უდიდესი შემსრულებლები. ამის შემდეგ თქვენ ამ ხელმსახიობი ტრაგიკოსი არ გყოლიათ. და ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების პროტესტი დიდ დიღომში შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლში შესახლებულ 7 ოჯახს წყალი, ელექტროენერგია, საჭირო ავეჯი და ინვენტარი არ აქვს. ისინი ჯერ კიდევ დაუსრულებელ შენობაში 4 იანვრიდან შესახლდნენ და დღემდე იატაკზე სცინავთ. მათი საცხოვრებლის გვერდზე კი მსგავსი ტიპის მეორე შენობაცაა. რამდენიმე დღის წინ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის მერია მით ავეჯი და ინვენტარი შეიტანა, რითიც ეს შენობა უკვე გამზადებულია სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახის მისაღებად. ძველი მაცხოვრებლები სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ, მათ სურთ მერიამ თავადაც უზრუნველყოს საცხოვრებელი პირობებით. 5 თვეა ჩვენ ვცხოვრობთ აი აქ, ამ საცხოვრისში, ინვალიდები, სოციალურად დაუცველები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფები. 5 თვის განმავლობაში მინდა ყველა ვიცოდეს, რომ ესე იგი არც წყალი გვაქვს, არც შუქი გვაქვს. ეს არის ზრუნვა საკუთარ მოქალაქეზე, ეს არის ზრუნვა, რასაც მერია ჩვენ გვიკეთებს. დღეს ერთი კვირის წინ შემოიტანეს მაცივრები და შეიტანეს გვერდზე კორპუსში, სადაც არავინ არ ცხოვრობს. მერიას არაერთხელ მიმართ, მაგრამ ამ ბოლო დროს 2 დღის უკან ვიყავით მერიაში. მერის წარმომადგენელმა, რომელიც ამ საკითხს კურირებს, მიგვიღო და გითხრა, რომ ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმს, მაგრამ ამ ბოლო დროს თუ მე ამ კომისიიდან ამოვარდი მხოლოდ და მხოლოდ რის გამო, რადგანაც ამ ბინაში შემოვედი, ვუთხარ იქნება რაღაცნაირად მოგვეხმაროთ. ასეთი პასუხი მითხრა, მე არც სურვილი მაქვს და არანაირი სურვილი გამაჩნია და არც არაერთი უფლება გამაჩნია, მე თქვენ დაგეხმაროთ. ამ და სხვა მოვლენებზე უფრო ვრცლად 3 საათიან გამოშვებაში ვისაუბროთ, მანამდე კი პირდაპირ ეთერში კვლავ ცხელიშვილა დღე შალვა. აბრუნდით ცხელიშვილა დღეში. სულ სხვა თემებით და უკვე სულ სხვა სტუმრებით. თუმცა აი ბატონ პაატა ბარათაშვილი ამბობდა ოთარ მეღვინე თუხუცაზე. უდიდესი ტრაგიკოსი იყო და მე გამახსენდა ანტიგონეში და მეფე ლირში ნათამაშები როლები მისი მარჯანიშვილის თეატრში მართლაც უდიდესი მსახიობი და უდიდესი ყველაზე წარმატებული მაინც დათათაშხია იყო. მოხდა ის რომ გენიალური ნაწარმოებია, არ შეუშინდები ამას. ძალიან ძლიერი ქართველი რეჟისორი, ბატონი გიგა იღებდა ამ ფილმს და მსახიობების შემადგენლობაც ფანტასტიკურია და ეს იყო ასე გაიგივდეს პერსონაჟი და მსახიობი ერთმანეთთან, ეს არის უიშვიათესად ხდება და ეს ბევრი მაყურებლისთვის დათად დარჩა პრინციპი. კი და თვითონ დათას პერსონაჟიდან გამომდინარე, როგორი მაგარი ტიპი უნდა იყო, როგორც მსახიობიც არა, ისე. რო აი ესეთი პერსონაჟი ასე აწიოდა საკუთარ თავს, გაიგიო ძალიან დიდი დანაკლისია. რას ვსაუბრობ დღეს? მოდი ნეტა ჯერ შენ დაიწყე და კი ბატონო, ვსაუბრობთ სახელებზე, მეც სახელებთან დაკავშირებით ვისაუბრებ და როგორც ვიცი, ქეთიც, როგორ უნდა შევიცვალოთ სახელი, მე კი ცოტა უფრო სხვა კუთხით, ცოტა მისტიკა მინდა შემოვიტანო დღეს ჩვენ გადაცემაში. ეს არის სახელის ენერგეტიკა. რატომ არქმევენ ორ სახელს, რატომ არქმევენ თქვა წინაპრების სახელებს? მე ვიცი რომ ძველად მალავდნენ კნინობითი სახელის ქვეშ ნამდვილ სახელს, იმიტომ რომ ავძალებს ბავშვზე რაღაცნაირად არ ემოქმედათ. რაღაცა ესეთ ბევრი ცრურწმენა არსებობს სახელთან დაკავშირებით და სწორედ ამ ყველაფრის გარკვევას ვაპირებ დღეს. მე ვისაუბრებ უკვე იმაზე, თუ რა პროცედურების გავლა გვიწევს იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი სახელი ან გვარი შევიცვალოთ. ჩვენ სტუდიაში უკვე სტუმარი ყავს, რომელიც გველოდება, ის გახლავთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნია ზურაბაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ნია. ნია არის ჩემი კლასელი და მივესალმები ზიამოვნები. მეც ასევე დიდი სიამოვნებით მივესალმები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თავს მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 5500909. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და სასურველ კითხვაზე ქალბატონი ნია გაგცემს პასუხს. ქალბატონო ნია, ყველაზე ხშირად რა პრობლემებით გაწუხებენ ჩვენ თანამოქალაქეები? ანუ თქვენ ალბათ გულისხმობთ სახელების და გვარების გადაკეთებაზეა დღეს იმედად საუბარი. თუ ბოლო 5 წლის სტატისტიკას გადავხედავთ, უფრო მეტად გვარის შეცვლა იყო ნაწარმოები, ვიდრე სახელის შეცვლა. მაგრამ 2012 წლის სტატისტიკიდან გამომდინარე,
უნიშნელო რაოდენობით, მაგრამ უფრო იმატა სახელის შეცვლა. კერძოდ 3300-ზე მეტი სახელის შეცვლა განხორციელდა წინა წელს, ხოლო რაც შეეხება გვარის შეცვლას 3100-ზე მეტი. რა საკში იკეთებენ სახელებს? არა აქვს ამას მნიშვნელობა. ყველაზე ხშირად. იცით, ამაზე სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვა არ არის. უბრალოდ მე მახსენდება ერთი ფაქტი, როდესაც ერთი კვირის ბავშვსაც შეუცვალეს მშობლებმა სახელი. ანუ ვერ შეთანხმდნენ? არა, შეთანხმდნენ, უბრალოდ სახელის დარქმევის შემდეგ გადაიფიქრეს, შეეცვალათ აზრი და სურდათ, რომ ბავშვისთვის სახელი შეეცვალათ, ასე რომ ერთი კვირის ბავშვსაც შესაძლებელია, რომ სახელი შეეცვალოს. ყველაზე გავრცელებული გვარი რომელია საქართველოში? ყველაზე დიდი გვარი? ყველაზე დიდი გვარი არის ბერიძე, მამედოვი, კაპანაძე, ალიევი, მე ამონაცემებს გავეცანი და არც ერთი არ ჩვენი სახელი და არ ჩვენი გვარი არ აღმოჩნდა ამ სიაში. ყველაზე გავრცელებული სახელი რომელია? ყველაზე გავრცელებული სახელი ქალბატონებს შორის არის კი ნინო, მარიამი, თამარი, ნანა, ნათია, ხოლო მამაკაცებს შორის არის გიორგი, დავითი, ნიკოლოზი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი უცნაური სახელი და გვარი შეგხვედრიათ. მე თქვენ აღარ შეგაწუხებთ ამ თემაზე, მე თვითონ მოვიძიე კონკრეტული ინფორმაცია და შალოს ვთხოვ, რომ მოვიდეს. ახლა მე მინდა გადმოგხდეთ ორი ვერსია თქვენთვის, ჩვენი წამყვანებისთვის, რომ თავად გაეცნოთ და ყველაზე საინტერესო ვარიანტები შეარჩიოთ და ვიფხრათ. შეგიძლიათ უბრალოდ დასხდეთ და გაეცნოთ. ყველაზე საინტერესო სახელი. ნუ ეს ნება შენია. აი ჩემთვის დავტოვო, შეიძლება რა, კითხვა რომ დავტოვო. ზოგადად მისტიკაზე რატო იყო ჯელაპარაკი? გაფრთხილდა. მისტიკაზე არა, ჩვენ არა, ნატას საუბარი. ზოგადად იურიდიულ საკითხებზეა საუბარი. აი ხა მე რომ მოვიდეს და ამოვარჩიო აქ სახელი. აი მაგალითად მანდედან ერთად ამოვარჩიო ჩვენთვის. კილასონია სააგენტო რო ვიყო. ხო შეიძლება? შეიძლება რომ მე მივიდე და ფული გადავიხადო და დამერქვას არა შავდარამიშვილი, არამედ კილასონია სააგენტო. სახელთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, ნებისმიერი თქვენთვის ასურველი სახელი შეიძლება დაირქვათ, ხოლო რაც შეეხება გვარს, გარკვეული შეზღუდვები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ანუ რა შემთხვევაში შესაძლებელია გვარის შეცვლა. დავკონკრეტდეთ იმ. ყველაზე უცნაური სახელები მინდა გაგრეთოს მაგერობას გავაცნოთ, ანუ თქვენ თავად გაეცნობოდით. ეს არის ფიზიკა, თანზილა, მამალი, ვებერთელა, სამძიმარი, გარინჩა, მოკეიფე, ბრძოლვერდი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესო ჩამონათვალია ზოგი ისეთი სახელი და გვარია, რომელია სახელი და რომელია გვარი ვერ გაარკვევ. მაგალითად გვარგვალია რუნდუკი, ბოქოლავა იზმიროლდი. კარგი, ახალშობილებში 2013 გნებავთ 2012 წელში ყველაზე ისეთი პოპულარული სახელები. სამი ბიჭის თქვა, სამი გოგოს. 2013 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ყველაზე უფრო გავრცელებული სახელი არის ბარბარე, ანასტასია, ელენე, მარიამი, ნინო. ვაჟებს შორის არის გიორგი, andrija, Saba, Luka, Nikolai. Ai მე როდესაც გავეცანე რაღაც კონკრეტულ მონაცემებზე სახელები იყო ჩამონათვალში, 6 ბიჭის სახელი იყო და აქედან იყო 2 ნიკოლოზი. განსხვავება იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ერთი იყო ნიკოლოზ და მეორე იყო ნიკოლოზი. ანუ რეალურად დღეს მშობელს შეუძლია ნებისმიერი სახელი დაარქვას თავის შვილს, ნებისმიერი ინტერპრეტაციით. ჩემს შვილს ქვია ანდრია, შემეძლო დამეკვა ანდრეა, და ასე თქვათ, მე მაქვს ამის უფლება, რომ თქვენ ჩაწეროთ. ადრე თუ რაღაც გარკვეული შეზღუდვები არსებობდა სახელთან დაკავშირებით, დღეს ეს შეზღუდვა აღარ არის, ანუ მოფერებით სახელით შესაძლებელია, იგივე ნინოს შემთხვევაში, ნინიკო, ნინი და ასე შემდეგ. შეზღუდვა სახელს არქმევენ ბოლო დროს ხშირად. ბატონო, ორ სახელს არქმევენ ბოლო დროს. თუ არ ვწდები, ისე როგორც გვარებს იტოვებენ ორ-ორს, ხო ასეა? გული რო არ დაწყვეს არც ერთ მშობელს. ანუ ეს მშობელთა შეთანხმებაზეა და თუ ისინი შეთანხმდებიან, რომ ბავშვს სურთ რომ დაარქვა ორი სახელი, ეს შესაძლებელია აბსოლუტურად. მოკლედ არჩევანში ვართ აბსოლუტურად თავისი. და მოდა სახელებზე იცვლება წლებთან ერთად. ვთქვათ, აი ბოლო 10 წელი რაღაც სახელია მოდაში, შემდეგი 10 წელი შეიძლება სულ სხვა სახელები შემოვიდეს და აქტიურად ყველაზე დიდხანს რომ ამ სახელმა გაუძლო. ცით ახლა სტატისტიკურად რომ გადავხედეთ, ის რაც ჩამოვთვალეთ ქალბატონების და მამაკაცის სახელები, ეს თავიდანვე მოდის, რომ ასეთი სახელი არის უფრო გავრცელებული, ანუ იგივე ნინო, მარიამი, გიორგი, დავითი და ასე შემდეგ. უბრალოდ აი ამ ბოლო წელმა აჩვენა, რომ უფრო წინა პლანზე წამოვიდა ეს ბარბარე, ანასტასია, ელენე, იგივე საბა, ლუკა, ანდრია, ესო, ესარია. კარგით, აი მივადექით ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხს. თუ გადავწყვიტეთ და გვინდა ან საკუთარი სახელის, ან გვარის შეცვლა, რა პროცედურების გავლა არის საჭირო?
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ სახელის და ან გვარის შეცვლის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს, თუ მის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში. თუ პირს სურს სახელის და ან გვარის შეცვლა, მას შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან ნებისმიერ იუსტიციის სახლს. ის არ არის შეზღუდული რაიმე ტერიტორიული შეზღუდულებით. რაც შეეხება სახელს, სახელი შეიძლება შეიცვალოს სურვილისამებრ. ანუ არ არის ადამიანის შეზღუდული რაღაც კონკრეტული კრიტერიუმებით, მაგრამ სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ მოქალაქე სახელად ირქმევს სასვენიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, უცენზურო ან შეურაცხყოფელ სიტყვებს, ასევე მრავალწევრიან, ანუ ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ სახელს. რაც შეეხება გვარს, იმისათვის რომ მოქალაქემ შეიცვალოს გვარი, აუცილებელია რომ იგი აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მოთხოვნას. კანონი კონკრეტულად განსაზღვრავს, რა შემთხვევებში არის შესაძლებელი სახელის უკაცრავად გვარის შეცვლა. ანუ მოქალაქეს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი. ანუ ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ სიტყვაზე მე ვარ ქეთი კეკელია და მინდა გავხდე, არ ვიცი, ქეთი რამიშვილი. მაქვს ამის უფლება რომ ნებისმიერი გვარი ავარჩიო? ნებისმიერ გვარს ვერ აარჩევთ. ანუ ის პირობები, რაც უნდა აკმაყოფილებდეს, ეს არის პირდაპირ კანონით გათვალისწინებული და არის მითითებული თუ რა შემთხვევაში შესაძლებელია. ანუ აი რა კრიტერიუმებია? ანუ ეს არის პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი. ბებიის გვარი შეიძლება? შესაძლებელია, კი. დედა, მამა, ბებია, პაპა. ბებიის შესაძლებელია, კი. ბებიის დაუშვათ? არა, მართლა? კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუ დოკუმენტურად. ვიღაც რამიშვილი გეყოლება ეხლა, კაი გოგო ხარ და შანსი არ არის. სიტყვაზე აბსოლუტურად. ანუ ამის გარდა იმისა, რომ პირდაპირ აღმავალი შტოს ნათესავის გვარის მიღება შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია მეუღლის გვარის მიღება, მშობელთა შეერთებული გვარის მიღება, ფაქტობრივი აღზრდელის გვარის მიღება, მშვილებლის გვარის მიღება. თუ მეუღლეები შორდებიან ერთმანეთზე და თქვა ქალბატონ სურს რომ საკუთარი გვარი დაიბრუნოს, პრობლემები ამ კუთხით ხომ არ შეიძლება შეიძლება. არანაირი, ანუ მას შეუძლია განქორწინების დროს განაცხადოს გვარის დაბრუნების სურვილი, თუ განქორწინების დროს არ განაცხადებს გვარის დაბრუნების სურვილს, მას შეუძლია შემდეგ უკვე გვარის შეცვლის წესით დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი. 550909 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია და ხაზზე ყავს ჩვენ ტელემაყურებელი გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. როგორ შეიძლება დავადგინოთ ნამდვილი დაბადების თარიღი და რიცხვი საერთოდ? როგორ არის შესაძლებელი საკუთარი დედას უნდა ვკითხოთ ალბათ, ხო? რიცხვის დადგენა. უპირველეს ყოვლისა, დაბადების თარიღთან დაკავშირებით გამოიყენება დაბადების სამედიცინო ცნობა. ანუ უტყუარი ინფორმაცია შეიცავს დაბადების სამედიცინო ცნობა, თუ რა თარიღზე მოხდა პიროვნების დაბადება. კარგით, გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა, რა თანხებზე არის საუბარი? თუ გადავწყვიტეთ სიტყვაზე სახელი შევიცვალო. არის რაიმე კონკრეტული გადასახადი? 55 ლარი არის იმისათვის, რომ სახელი ან გვარი მოქალაქემ შეიცვალოს განცხადების წარდგენიდან 45 დღეს. ასევე გვაქვს დაჩქარებული მომსახურებაც, მოქალაქე შეუძლია სახელი ან გვარი შეიცვალოს 21 დღეს, მე-15 დღეს, 10 დღეს. და თანხები სწორედ აქედან. თანხები, დიახ, რა თქმა უნდა, განსხვავებულია დაჩქარებულ მომსახურებასთან. დაუშვათ, შეკითხვა მაქვს ესეთი, დაუშვათ საინტერესო შეკითხვა. მე შემიძლია სახელი შევცვალო როგორც მინდა, ხო? დიახ. და რო გავაფორმო კონტრაქტი დაუშვათ ადიდასთან, ხო? და ადიდას რამიშვილი რო ვიყო. შვენიერია. შეიძლება? შესაძლებელია თქვენ არ ხართ შეზღუდული სახელთან დაკავშირებით. ხო, ანუ დროებით რო ვათხოვო ადიდას ჩემი სახელი, ერთი წელი. სახელის არა, გამარჯობა, მოგესალმებით, ადიდას რამიშვილი დაუშვათ, ხო? ნუ უკეთება ტიტრი იქნება, ნუ რა, ადიბას, კაი. ადიბას რამიშვილი და ტიტრი იქნება და მე ერთი წელი გავა და დავიბრუნებ ისევ ჩემს სახელს. შეიძლება ეგ? დიახ, თქვენ არ ხართ შეზღუდული სახელის შეცვლას, შეგიძლიათ თვეში ერთხელ შეცვალოთ. კაი ბიზნესია, თვეში ერთხელ სხვადასხვა ფირმების სახელი რო იქნები, არა წარმოიდგინე. თუ სიტყვაზე ვინმე გადაწყვიტა, რომ მოიძიოს საკუთარი გვარის ისტორია, არის თქვენთან ამის საშუალება? თქვენ უნდა მოგმართოთ. ჩვენთან ამის საშუალება არ არის. ჩვენთან არ არის. დიახ, არ არის, არც არქივში, უფრო მეტად არის გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ აი ამ საკითხებზე მუშაობენ, გვარის ისტორიაზე, მათ წარმოშობაზე და ასე შემდეგ. ანუ უფრო ალბათ მათთან შესაძლებელია ამ ინფორმაციის მოძიება. რა მაინტერესებს, თქვათ დაიბადა ბავშვი, დედას უნდა რომ მას მიცეს საკუთარი გვარი.
და არ არის დაქორწინებული ოფიციალურ ქორწინებაში არ არის. რა პროცედურებია გასავლელი ამ შემთხვევაში? მამა ყავს ბავშვს, ანუ მამა აძლევს გვარს. ანუ ბავშვთან იწერება მამად. და თუ შეიძლება რომ ორივეს გვარი ქონდეს. შესაძლებელია. ანუ მშობლები ირჩევენ თავის სურვილისამებრ ან დედის გვარს, ან მამის გვარს ბავშვის გვარად, ან მშობლების შეერთებულ გვარს. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სიტყვაზე გვარი შევიცვალოთ და შევიცვალეთ, გავიარეთ ყველანაირი ეს პროცედურა, გადავიხადეთ თანხა, გავიდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ შეიძლება თუ არა მოხდეს ისე რომ კონკრეტულ რაიმე საბუთში მაინც დარჩეს ეს ჩვენი ყოფილი გვარი და ნუ ამ მოგვიანებით უკვე რაღაც ხვდები რომ ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას აქედან გამომდინარე. რამდენად ხდება ხოლმე მსგავსი ფაქტები თქვენთან? სახელის და გვარის შეცვლის პროცედურის დამთავრების შემდეგ ხდება სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია. ანუ დგება სახელის და გვარის აქტის ჩანაწერი. შესაბამისად გაიცემა სახელის და გვარის შეცვლის მოწმობაც. რაც შეეხება სახელის და გვარის შეცვლის შემდეგ მოქალაქე ცვლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მის სამოქალაქო აქტებში დაბადება იქნება ეს ქორწინება, შვილების დაბადება, განქორწინება და სხვა საბუთები. ყველა ეს მონაცემი იცვლება და მას შეუძლია ახალი მონაცემით აიღოს უკვე ეს დოკუმენტები, ხოლო რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს, იქნება ეს დიპლომი, ატესტატი, ჯილდო, რა ვიცი, სხვადასხვა დოკუმენტები, თუ კი მოქალაქეს სადმე შეექმნება პრობლემა, მას შეუძლია წარადგინოს სახელის და გვარის შეცვლის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ იყო კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული სახელის მქონე და სახელის შეცვლის შემდეგ ან გვარის შეცვლის შემდეგ დღეს უკვე ატარებს აი ამ კონკრეტულ მონაცემს. იგივე არის ქორწინების მოწმობასთან დაკავშირებითაც, როდესაც ქალბატონი ან მამაკაცი ქორწინების რეგისტრაციის დროს გვარს შეიცვლის, ქორწინების მოწმობა ადასტურებს მის მიერ გვარის შეცვლის ფაქტს. ხაზე კიდე ერთი ტელემაყურებელი ყავს კითხვით, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს. რუსულ პასპორტში ქართულად მეწერა ნანი და რუსულად მეწერა ნანა. და პირადობის მოწმობა რო ავიღე, დამიწერეს ნანა. ჩემი შვილის დაბადების მოწმობის აღება რომ დამჭირდა, მითხრეს რომ ვერ ავიღებ, იმიტომ რომ მე არ ვითვლები დედად და რამდენად სწორია ასეთი რაღაცა? მადლობ ქალბატონო შეკითხვისთვის. ქალბატონს უპასუხებთ, რომ სავარაუდოდ განსხვავებული მონაცემი არის დაფიქსირებული მისი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში და აქედან გამომდინარე ქალბატონს ეუბნებიან უარს, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია. თუ კი ქალბატონი დაბადებით არის ნანა, შესაძლებელია გასწორდეს ეს მონაცემი შვილთან და უკვე პრობლემოთ აიღებს ეს ქალბატონი თავისი შვილის დაბადების მოწმობას. და ბოლოს, ჩვენი საუბრის ბოლოს, მოდით კიდევ ერთხელ ვურჩიოთ ჩვენს ტელემაყურებელს, ვისაც მსგავსი სურვილი აქვს, სად უნდა მოგმართოთ და რა საბუთები უნდა იქონიან? როგორც აღნიშნე, მათ შეუძლიათ მიაკითხონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის ყველა რაიონში, ასევე ნებისმიერ იუსტიციის სახლს და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, თუ კი ქორწინებაში იმყოფებიან, შვილების დაბადების მოწმობა თუ არასწლოვანი შვილები ყავთ და რა თქმა უნდა ქვითარი არის აუცილებელი საფასურის დამადასტურება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და ამომწურავი საუბრისთვის. ნია ზურაბაშვილი გახლავთ ჩვენი სტუდიის სტუმარი, ჩვენ ახლა რეკლამაზე გავიდეთ. დიდი მადლობა. დაბრუნდით და ეხლა შენ უნდა გაახურო ხო ამ თემაზე. ხო, მაგრამ მე მაინტერესებს აი ამ მონაცემებიდან რომელი მოგეწონა ყველაზე ძალიან, რომელს ამოარჩევდი? სააგენტო კილოსონია. სააგენტო რუნდუკი? მე ჟოზეფინა და მოკეიფეს რო დაარქმევ შულს, ესე იგი რისთვის ყავს უკვე განწირული? ეფსიას რო დაარქმევ მაგალითად. ან პაჭოს, ან ნუგეშ, ან ჭუჭუას რო დაარქმევ. ელშუქს. აი შენ რო გაინტერესებდა შუქთან კავშირში ეს სახელები, აი ამ ელშუქი ხო, ეს სხვა შორის კომუნისტების დროს იყო ძალიან ხშირად მსგავსი, აი რაღაც სახელმწიფო მიღწევების სახელებს ვარქმევენ. დავით, მე ნატო. აი პელე, მერლინ მონრო, რა კარგად დავიწყე, აი პელე. მერლინ მონრო. ადიდასი თუ უნდა რატომაც არა? არა, მე ნამდვილ ამბავს ყვები ახლა. სოფი ლორენი, ჟან რენო, აი სულ ყველა არის შემდგომ დარქმეული სახელები. ანუ მან თვითონ ამ ვარსკვლავებმა შეარჩიეს საკუთარი თავისთვის ეს სახელები, დაირქვეს და ბევრი მიიჩნევს, რომ მათი წარმატების გარანტია სწორედ მათი სახელები გახდა. მოდით ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დავბრუნდებით უკვე სტუმრებთან ერთად. ნოე სულაბერიძე იქნება ჩვენი სტუმარი დღეს და ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.
ყველას არ უმართლებს. ვიღაცის მშობელს გემოვნება ღალატობს, ზოგიც ოჯახური ტრადიციის მსხვერპლია, ზოგს არ მოსწონს როგორ ჟღერს მისი სახელი, ზოგს უბრალოდ ხვის იშურს. ასეა თუ ისე დღეს თქვენი პროფესიონალიზმის აღსანიშნავად არავინ გეტყვით, რომ ედისონ არანჟე თუ ნასიმენტუსი ბრძანდებით. სამაგერო თუ კი გეტყვიან, რომ პელე ხართ, ყველაფერი გასაგები ხდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას სახელი თომას ედისონის პატივსაცემად დაარქვეს. მერე ედისონზე უფრო მეტად ვასკო და გამას მეკარე ბილე დააფასა და სწორედ ბილეს არასწორი გამოთქმით დარჩა სახელი პელე. ძალიანაც პატივს სცემდა საკუთარ ბიძას, მაგრამ იმისთვის, რომ სამყარო არ დაებნია და თან ჩასაფრებულები ნეპოტიზმზე არ აელაპარაკებინა, გადაწყვიტა სახელი შეეცვალა. შედეგად მსოფლიომ ერთი ოჯახიდან გამოსული სულ ცოტა ორი ცნობილი ადამიანი მიიღო: ბიძა ფრენსის ფორდ კოპოლა და მისი ჩრდილისგან გათავისუფლებული ძმისწული ნიკოლას კეიჯი. ადამიანურ სიკეთეს საზღვრები არ აქვს და თურმე საკუთარი სახელისა და გვარის უანგაროდ გაჩუქება შეიძლება. რომარა ჯგუფ ბლუსოლოჯის საქსოფონისტი სახელად ენტონი და ამოფი ჯგუფის ფრონტმენი გვარად ჯონი, ჩვენი დროის ერთ-ერთ ცნობილ მუსიკოს, დღეს ისევ რეჯინალდ კენეთ დუაიტი ერქმეოდა. მადლობა მის კოლეგებს, რომ მათ ელტონ ჯონი გვაჩუქეს. კარლოს რეინორსი, არ გეცინებათ, მაგრამ ჩაკ ნორისი უკვე სასაცილოა. არადეთ თავის დროზე მშობლებმა სახელი კარლოსი ოჯახის მეგობარი მინისტრის პატივსაცემად დაარქვეს. ფსევდონიმი ჩაკი კი შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებში მუშაობისას შეარქვეს, მაგრამ არაფერმა უშველა. მაინც ჩაკ ნორისია. მისი მგრძნობიარე ტუჩებიდან ცოტა უხეშად ჟღერდა საკუთარი სახელი და გვარი. ამიტომ 20th Century Fox-მა გადაწყვიტა ქერაგოგოსთვის სახელი შეეცვალა. ტკბილი ბებია მოევლინა მხსნელად. უпростоრად მისი გვარი და მალე მერლინ მონრო მარტო მშვენიერი სანახავი კი არა, მოსასმენიც გახდა. ყოველთვის საყვარელი ფრანგი მსახიობის ხუან მორენოს შესახებ თუ არაფერი გსმენიათ, სჯობს უბრალოდ ჟან რენო ვუწოდოთ. პატარა ჟანი მშობლებთან ერთად ფრანკოს რეჟიმს გაექცა და საფრანგეთში გადასახლდა. მოქალაქეობა მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭა, რაც ჯარში სამსახური დაიწყო. ხუანი ჟანად გადაკეთდა, თუმცა ძმწმა საფრანგეთმა ამ სახელის სანაცვლოდ მსახიობს გვარი შეუმოკლა. ასე მივიღეთ ჟან რენო, რომელსაც სავარაუდოდ დიდად არ უნდა აღელვებდეს, როგორ მოიხსენიებენ მას. სტილზე და ნომერ 5-ზე ალბათ ისედაც ალაპარაკდებოდა სამყარო, მაგრამ ისინი ალბათ უფრო შორეული და მიუწვდომელი იქნებოდნენ. რომ არა ერთი პატარა დეტალი, რომ არა კოკო, რაც გაბრიელ ბონიერ შანელს მისმა პირველმა შემფასებელმა დაარქვა. ისინი გაბრიელს ბარში უსმენდნენ, სადაც ხშირად ასრულებდა სიმღერას კოკორიკო. ასე გაჩნდა მკაცრი იმიჯის ქალბატონის სახელში მოულოდნელი დეტალი. ესეც სტილია. ასე რომ, თუ თქვენი სახელი არ გაკმაყოფილებთ, არჩევანი უკიდეგანოა. თუმცა ისტორიამ დაამტკიცა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ ვინ დგას ამ დარქმეული, შერქმეული, გამოგონილი თუ შეკოწიწებული სახელის უკან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ცხელიშუა დღე აგრძელებს მუშაობას ნოე სულაბერიძე და ქეთი ვაწაძე შემოგვიერთდნენ უკვე ქალბატონი ქეთი ასტროლოგი გახავთ რომელიც ძალიან აკავშირებს სახელებს ასტროლოგიასთან ხო როგორც ვიცი მე არც ვიცოდი თუ რაიმე კავშირი არსებობდა ამ ყველაფერს შორის და გასაგებია რატომ მოვიწვიათ ბატონი ნოემ არ არის გასაგები უკაცრავად იმიტომ რომ გაუგებარია მე ვიცი ძალიან უცნაური და უცხო პირველი შემთხვევა რაც კი ეთერში ყოფილა რომ ჩემი სახელის გამო ვარ მოსული ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ ამის ნიადაგზე რომ მაგრამ ძალიან მიხარია ძალიან საინტერესო თემა არის რა და ზოგადად ისე ჩავერთე მინდა მოგილოცოთ ეთერში გასვლა ძალიან კარგი სტუდიაა და ძალიან წარმატებული ტრიუმვირატია თქვენი სახე. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ ჩვენი სახელწოდებად გარკვეულწილად განსაზღვრავს ჩვენი გადაცემის ბედს, ასე ვთქვათ. ყოველთვის ადრე ასე მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ბედზე ხო, დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მისი სახელი. აი ნოე, ვინ შეგირჩიათ ეს სახელი? და მე თუ გქონდათ ან რამე დისკომფორტი ამის გამო ან პირიქით დაგეხმარათ რამეში იქნებ ვინმე დაინტერესდა მე ჩემი სახელი ძალიან მომწონს სხვა შორის იყო პერიოდი ხა ბავშვობაში როცა არ მომწონდა იმიტომ რომ ნუ ხა ყველა კახა გიორგი ლევანი და ლაშა იყო რა და მარტო მივიყავი რატომღაც ნოედან მქონდა პროტესტის გზნობა მაგრამ აი გარდატეხის ასაკში როცა ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დამკვიდრებას მაგ მომენტში პირიქით მომეწონა და იმის მერე მომწონს და მომწონს განსაკუთრებით დღეს მომწონს იმ სახელების ფონზე, რასაც ეხლა გარიჩაო და რას ამბობდი. გონია რომ ისა რა ქვია, არა ეგ რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მე მაგას მიჩვეული ვარ რა, იმიტომ რომ არის სახელები, რომლების დამტკიცებაც გიწევს.
კი არის სახელები, რომლის დამტკიცება გიწევს, კი არის. ეს შემთხვევა არ არის, მეგონი. იგი არის ბიბლიური სახელი, სხვა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ნოე ერქვა. ბავშვობიდან ეგ მოუყვება, რომ სულ მქონდა ძალიან დისკომფორტის განცდა ბავშვობაში, განსაკუთრებით რომ რა ქვია ბიჭი, რომ ეკითხებოდა ნოე, ჰა? და მე მეორე მიწერდა ხოლმე სახელის გამეორება და ძალიან არ მომწონდა. იგივე თემა დაახლოებით თეიმურაზე ქვია და თიოს ვეძახით. და ნუ სულ უწევს, რომ გიო, თუ თეა, თუ ანუ ვერიგებდნენ ხოლმე და ამის დამტკიცება პრინციპში მოუწია, მაგრამ დღეს უკვე მშვიდად არის ამასთან დაკავშირებით. დღეს უკვე მშვიდად არის და სხვა ძალიან კომფორტულად გრძნობენ ეგეთი ტიპის სახელის მატარებელი ადამიანები თავს, მაშინ როცა ისინი სახელით უკვე გამოირჩევიან, ანუ სახელი უკვე ხშირ შემთხვევაში უკვე განმასხვავებელი ნიშა არის დანარჩენებისგან თუ ეგ სახელი იშვიათია. ამბობენ, რომ სახელი თუ არის მელოდიური, იგი დადებითად გაინღაწყობს ადამიანის მიმართ. გარდა იმისა, რომ თქვათ სახელი მეტყველებს ეგრევე გაცნობისთანავე თქვათ ადამიანზეც გარკვეულწილად მის ოჯახზეც ხო თქვათ მიხვდები ეგრევე ტრადიციულად დაარქვეს ბაბუის ან ბების სახელი თუ რაღაცა თანამედროვე მშობლებმა ან თანამედროვეობაზე თქვათ პრეტენზიით მშობლებმა რაღაცა ისეთი უცნაური შეურჩიეს ხო? ამასთან დაკავშირებით ნუ 100%-ით ვერ დაგეხმარ, ვერაფერთ ვერ დაგეთანხმებით და რატო? თუ ადამიანს მელოდიური სახელი აქვს, ესე იგი, ვისაც მოსწონს, მასაც რაღაც მსგავსი ჟღერადობა აქვს, ანუ ვიბრაციულად თანხმედრაში არიან. ჩემ მელოდიურია? ნუ რა საკრო და პოეტური და ნუ რაღაცა ძალიან. სხვათა შორის ასტროლოგიაში ხა მე ძირითადად უფრო ასტროლოგიურ კუთხით მინდა ეს ყველაფერი გავარჩიო. სახელისა და ბედის თქვათ ურთიერთგავლენა. ასტროლოგიაში მარტო სახელის მიხედვით შესაძლებელია დაზუსტდეს ადამიანის დაბადების დრო. რა უცნაურია. ხო, იმიტომ რომ ჩვენთან ესა ხო არაფერი არ არის შემთხვევით სამყაროში, აბსოლუტურად. აბსოლუტურად შემთხვევით არ არის რომელ დღეს, რომელ წელს, ვის ოჯახში ვიბადებით, ანუ სული, როდესაც მოდის სამყაროში, მას აქვს კონკრეტული დავალება. ისევ საკუთარ თავის მიმართ. მოდის რაღაცა მისიით, რაღაცა გაკვეთილების ასაღებად და ის თვითონ ირჩევს, რომელ საგვარეულო ხაზში, რომელ ოჯახში განსხეულდეს. იმიტომ რომ სწორედ აი ამ მოცემულობაში ეძლევა ყველაზე უკეთ თავისი, თქვათ, მისიის შესრულების საშუალება. ანუ მე თვითონ შევარჩიე სად მოხვედრილიყავი რომელ ოჯახში და რა სახელი ახლა გეტყვით, თითოეული სახელი ეს არის კონკრეტული ვიბრაცია, შედგება კონკრეტული რიცხვებისგან, ხო? როდესაც სული მოდის სამყაროში, ანუ როდესაც ადამიანი იბადება და მან უკვე შესაბამისად იცის რა პროგრამა მოაქვს, ხო? აი ზუსტად აქედან გამომდინარე, აი რომ ვთქვი, დაბადების საათის გარკვევაც კი შეიძლება. აი ეს საუბარი მგონი ძალიან შორს ხო, ძალიან შორს. არა, აქ ვერ გამოვთვლით, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია ამის გაკეთება. სახელი რაც უფრო მეტი, თქვათ, ჟღერადი, ის არის, თქვათ, ბგერა სახელში, ასო ბგერა, რასაკვირველია ის უფრო ისეთი ძლიერი მისიით. ქალბატონო ვარსკვლავად მრიცხველო, მოდით კონკრეტიკაზე ვილაპარაკოთ, კონკრეტიკაზე. აი ესე იგი, ჩემი მეგობარი ნოე. ნოე? აი ეს კაცი. მისი სული კონკრეტული რაღაც მისიით არის, აი ნოე რო დაიყვა. აი ნოე რო ქვია ადამიანს. ნოე, აი ნოეზე ვილაპარაკოთ კონკრეტნა. აი რა არის ახლა ეს ნოე, რა არის? აი რასთან აქვს საქმე? ნოესთან აქვს მაგალითად. სხვათა შორის, ხო, არაჩვეულებრივია. ეს ნოეს კონკრეტული მისია რა არის? თვითონაც არის ეს არა, ნუ შეიძლება თვითონ იცის ქვეცნობიერ დონეზე რასაკუთრებად ყველამ ვიცით. რამდენად ჩვენ ვაკეთებთ ამას, ეს სხვა არის, მაგრამ ცოდნით, სულ ყველამ ვიცით, რისთვის მოვდივართ, ისე არ დავიბადებოდი. და ნოე რო ქვია, რას ნიშნავს ეს? რაღაც მატარებელია რა, აი თქვენი აზრით. მატარებელი, ხო, რისი. რისი. ხო, ეხლავე. უნდა ეთანხმებოდეს. კი, უნდა ეთანხმებოდეს. ყველაფერი თანხმდრაშია სამყაროში. ხო, და აი კონკრეტული მაგალითი ეხლა მქონდეს, ვთქვათ, საშუალება, ეხლა უცებ გავაკეთო. თხის ხავართ აქვს სხვათა შორის. მე უნდა მეშინოდეს კურო ვარ. პირიქით. რატომ პირიქით მეგობრობთ ძალიან. ანუ ერთი წუთით. მე რომ ვთქვა, რა მისითან მე ჯერ ისეთი ყოვლის მცოდნეობაზე თავს არ ვდებ, რასაკვირველია, მაგრამ მე შემიძლია უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვა. უნდა გააკეთდეს. ეს ჰოროსკოპი.
ასევე ნუმეროლოგიური მატრიცა, სადაც აი ეს თითოეული 100 გადადის ციფრში, იმიტომ რომ ნუ ახლა რასაკურველია ლომს უხსნი ამას. ვინ არის ლომი? ხალხური ბოდა იმიტომაც რაღაცა ხდება, ხო? ხო, შალვა არა, შალვა იმიტომაც ხდება, მაგრამ ლომის გავლენა მოგწმავს. ხო, მოკლედ, უნდა გაკეთდეს ანალიზი, უნდა შეჯერდეს რუქა, უნდა შეჯერდეს ნუმეროლოგიური ანალიზი, ასევე გვარი საგვარეულო მე აქედან ისე რა შეიძლება წინასწარ თქვა თათარი ახლი აი ნოე ან როგორი ტიპია ნოე ადამიანი ნოე რა ვინ უნდა იყოს ადამიანი ნოე უნდა იყოს ადამიანი პირველ რიგში მეორე აი წყვილი ცხოველები უნდა უყვარდეს ხო ხო აუცილებლად და გებთ შენებლობაზე უნდა დედამამალი უნდა გევასებოდეს მე პირადად ვარქმევდნენ გურადას და ჩემო სულმა ალბათ ძალიან ბევრი იბრძოლა და სრულად შემთხვევით ადამიანმა გადაწყვიტა რომ მე უნდა ვქეო და კეკელია და რამდენად მოგწონს მე თქვენი სეხია ვარ ძალიან ნოეს უნდა რომ საკუთარ მაგალითზე თქვა ჩემს სულზეც მინდა რაღაცა ანუ სული რო სახელს პოულობს არ ვიცი მე სიმართლე რომ გითხრი ხა ასტროლოგიაში ესეთი ღრმად შეხედული არ ვარ გამომდინარე იქიდან რომ ინტერესი მაგის დიდად არასდროს არ მქონია არ ვიცი საბედნიეროდ სამწუხაროდ რა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება ჩემი სახელის ხო ორი თემა მინდა ორ თემაზე მინდა რაღაცა თქვა პირველი სახელით შეიძლება გაიგო ასაკი კი შეიძლება გაიგო ასაკი მე ამაში ეთანხმებით უბრალოდ ხა ეს სიღრმისეულად რა თქმა უნდა ვერ მაგრამ არსებობს რაღაც სახელების მოდა ხო ეგეთი რა იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულ აწლეულებში გარკვეულ დეკადებში არქმევენ რაღაცა ყველაზე არის სახელები სადაც გარკვეული სახელები დომინირებს რა მაგალითად ესე იყო 80-იანებში 90-იანებში 2000-იანებში და ასე შემდეგ და კონსტანტინე გამსახურდიას იგივე დიდოსტატის მარჯვენა შორენა დაარქვა თავისუფლად კი რატო ბედის უკუღმართობა განაპირობა რომ 80-იანებში საერთოდ არ იყო მოდაში სახელების მოდა ნოე, მაგრამ აქ უკვე არა მოდამი თამაშია, არამედ შთამომიმან რა ქვია, წინაპრებისგან გადმოსულმა სახელებმა. ჩემ გვარში არის ეგრე, ანუ ჩემ შტოში. ძირითადად არის ორი სახელი, ალექსანდრე და ნოე. მამაჩემს ერქვა ალექსანდრე, ბაბუა ჩემს ერქვა ნოე, იმის მამას ერქვა ალექსანდრე, კიდე ნოე და ძალიან შეუსწავლელი. ჩემ შულსაც ერქვა ალექსანდრე, იმ ნოედან მოდის და რა თქმა უნდა კი სემი ჰამიდა იაფეთი ალექსანდრე არის რა თქმა უნდა მეც მაქვს ხა მაგის სურვილი ხსიმის მაგას რა თქმა უნდა მაგას ხარ დავაზელებ ჩემ შულს რომ გაიძებო თავის ძროზე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეგ უკვე ერთგვარი ტრადიცია რომელიც მე ძალიან მომწონს მაგალითად თუ ყველა კარგად იყოს დიდხას მაგრამ აი როცა გარდაცვლილი ვთქვა ბებიის ან ბაბუის სახელს არქმევენ ბავშვს. აი გარკვეულ ენერგეტიკას ამ შემთხვევაში ატარებს სახელი შეიძლება რომ ბედი გაიმეოროს ან რაღაც მსგავსი მოხდეს. კი, რასაკურველი არის ესეთი მოსაზრება რომ ბავშვს უნდა დაარქვა ძალიან ბედნიერი, ძალიან დღეგრძელი ადამიანის სახელი. სწორედ ამიტომ არის ალბათ ლიტერატურული გმირების სახელებს რო არქმევენ ტარზანს, მაგალითად მილედის, ან რა ვიცი, ვინც მოწონთ. კი. ხო, რა ხო ძალიან პირობითია, როგორ შეიძლება რომ დღეგრძელი ძალიან ბევრი სახელი ადამიანი ყველა ნებისმიერ სახელში პოვე ადამიანი. არა, შენ საგვარეულოზეა ლაპარაკი. შენ საგვარეულო. ის რაც მოყვა საგვარეულოდან უნდა შეარჩიო. თუ არა, ისე არ არის სასურველი. აი ახლა დარწმუნებული ვარ ნოეს შემთხვევაში ბაბუას სულ სხვა ბედი ექნებოდა და დიდბაბუას სულ სხვა. სხვათა შორის ერთ რაღაცას დაგვირგვება. თუ იმეორებენ. არა, ჩემსა და ბაბუამ ჩემს შორის იმდენად არა რამდენადაც უფრო მამამ ჩემსა და მამამ ჩემს შორის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ უკვე გენეტიკური არის რა, სახელს მე ვერ დაუკავშირებ ეგ რომ ეხა სახელიდან გამომდინარეობს, ეგ არის გენეტიკა. თავიდან ხეთი, ერთი კითხვა, აი როდესაც ოჯახში ორი ერთი და იგივე სახელი ერქმევათ, თქვათ მამას ქვია გიორგი და შვილიც არის გიორგი. რამდენად კარგია? სხვათა შორის მაინამეც კარგი არ არის. იმიტომ რომ ეს ჯერ ერთ პირველ რიგში იწვევს კონფლიქტებს. მეორედ ისედაც გენეტიკით ბავშვი იღებს მამისგან ის რაც ასაღებია. ანუ ჩვენ უკვე უორმაგებთ, თქვათ იგივე როგორც პოზიტიურ თქვათ ასპექტს, ასევე ნეგატიურს. ამიტომ მშობია, აი საერთოდ როდესაც ქალი არის ორსულად, ფეხბძიმით, ხო? აი მთელი 9 თვის განმავლობაში უნდა ხდებოდეს აი ამაზე ფიქრი.
ბავშვი ასაც ხდება ალბათ. არა, ნუ გაურკვევლად ხდება ხოლმე. ნუ უნდათ ნინიც, მაკაც, აი ყველანაირი სახელი. უნდა ჩამოყალიბებული იყოს კონკრეტული ვიბრაციის. კი, რასაკვირველია, გოგო არის ეს, ბიჭი არის ეს. სხვათა შორის, აი ერთი ასოს შესწვლითაც კი ადამიანის ბედი იცვლება. აი მე რა მაინტერესებს. თქვათ, ჩემს ბედზე მოქმედებს ის სახელი, რომელიც ოფიციალურად მქვიან, რომელთაც მოვინათლეთ, თუ ის რასაც ხშირად მეძახიან. ორივე. ეხლა რისი თქმა მინდა. როდესაც თქვათ, ბავშვი არის გიორგი, ხო? დაეძახიან გიუნას. გიუნას. ნუ ეს მისაღებია, მაგრამ თუ არის პირდაპირ ჩაწერილი, გია, გიუნა, ამის გაკეთება არ ღირს, რატომ? რაც უფრო ცოტათი გრძელია სახელი, მით უფრო ძლიერია ენერგეტიკულად, იმიტომ რომ მეტი ასო შედის. ხო, უფრო მეტ ენერგეტიკას აძლევს. ანუ ნოე ძალიან სუსტია, ხო? თუმცა არა, ნუ სუსტი არა, ნუ ლაპონური ამის შემოკლებული ვარიანტი უბრალოდ განსხვავებული არ არის. სახელი ერთდროულად ანა მარია რაღაცა შემოდაში შემო. ეს ანა მარია, ჯერ ისეთი უნდა იყოს რაღაცა ენდემური სახელი. მე მაინც ესე ვფიქრობ. ზიგფრიდი არის კარგი სახელი, ძლიერი. ხო, გინდა გადაარქმევა. ზიგფრიდი. ხო, ჯობია რომ ნუ რასაკვირველია ეს დადებითი მუხტიც შემოდის და უარყოფითიც. ორმაგდება. ყოველ შემთხვევაში უნდა გიხაროდეს შენი სახელი. ახლა ქეთი მითხარი. ქეთინოს რო გეძახია, გამოდი ხარ. არც ერთ ქეთინოს არ მოწონს ქეთინო, ყველას მოწონს. ნებისმიერი ინტერპრეტაცია ოღონდ ქეთინო. ეს ვარიანტია ზედმეტია. აი ყველა გამოვდივართ ცხოვლიდან. ჩემ ბავშვის ძიძარი ქეთინო და ძალიან მოწონს ვაცხოვის რო. სხვადასხვა მე მარქმევდნენ ქეთის და მე დამარქვეს ნატალია და ამოვიკითხე რომ ყუროსთვის ძალიან ნოეს რაც შეეხება, ნოე სახელი ჩვენ ბიზნესში არის ძალიან მაგარი. იმიტომ რომ ჩვენ ბიზნესში ვართ, ტელევიზია, შოუ-ბიზი, მეტი ნოე არავინ არ არის. ვერ ჩალვაზე ვიტყოდი. არა, შალვა შეიძლება ვიღაცა იყოს, არ ვიცი, ნოე მოკლეს ხარტი უცხოელებისთვის გასაგები, რამდენი პლუსია, უყურე? და ჩვენ ბიზნესში ნოე, ტელევიზიის ბიზნესში ნოე, გვარი არ არის. არა, ასტროლოგიურად სუსტი. ასტროლოგიურად სუსტი. არა. ეს ნოე ზუსტად ის სახელია, რომელიც სწორედ შემოქმედებაში უნდა იყოს. ამის ასციდენტი, ესე იგი, გარეგნობის ნიშანი, ახლა ძალიან სიღრმეში რო არ წავიდე, აუცილებლად იქნება რაიმე წყლის ნიშანში. აი ზუსტად ეს იძლევა, ანუ ტყუილად არ ქვია ნოე და ტყვილად არ დაიბადა ზუსტად იმ დროს, იმ საათს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჩადებულია თავიდანვე. რასაკვირველია, ფატალობა არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის, თქვათ ესეთ განწყობა. ბაბუა ჩემი არ იყო შემოქმედებაში. ბაბუა შეიძლება არა, ესე იგი ბედს არ იმეორებს სახელი ესე პირდაპირ. შეგვიძლია მაგ დასკვნამდე. იცით რა, რაღაცა მსგავსება ყოველთვის არის. აი, თქვენ თვითონ გადავლეთ თვალი თქვენს ირგვლივ, თქვათ ერთნაირი სახელების ადამიანებს. მე ვიცი ზუსტად რაღაც გარკვეული სახელები. დაავადებებიც კი ექნებათ ერთნაირი. მე ხო, რამდენიმე ადამიანი მყავს ერთი სახელის მატარებელი, რომლებსაც განსაკუთრებით აწუხებთ, თქვათ იმუნიტეტის პრობლემა ალბათ და ხშირად სულ რაღაც ემართებათ. ჯანმრთელობის მხრიდან. ხო, ამას ფსიქოლოგები მაგრამ სხვანაირად სახელია, რომელსაც არ ვენდობი. ხო, ეს თქვენს ცხოვრებაში, ეს ვიბრაცია შემოდის, ხო, არის ესე. თქვენს ცხოვრებაში ეს ვიბრაცია არის თქვა დამანგრეველი, აი ამ სახელის ვიბრაცია და როცა ადამიანს თქვა ძალიან არ მოწონს საკუთარი სახელი რა უნდა? აუცილებლად უნდა გადაერქვას. უნდა გადაერქვა. მაგრამ საკუთრზე ეფექტური. მე ვიცი თქვენ გვერდი ესტატე როგორი სახელია, ძალიან მთხოვარ რომ ჩემო მეგობარო მე ხარ რომ ესტატე, ისეთ ხელოვანია, ზუსტად აქაც არის ხელოვანი. ხელოვანია, არა. ხო, ნუ შემოქმედებაში. ესტატე უნდა დაუძახოთ, ხო? ხო, ჯობია დაუძახოთ. იქნება ზუსტად ნოეს მაგვარი ესტატე ტელევიზიაში ერთი გვეყოლება. მე მგონი აი შევიყვაროთ საკუთარი სახელები, ან მეტი კიდევ აი როცეთ, ხო? არა, აუცილებლად უნდა არა, ვერ შეიყვარეთ, თუ ვერ ვგუობ, ან უნდა მონახოთ ისეთი ფორმა, რომელსაც მიღებულობთ. ხო, აუცილებლად არის ეს გასაკეთებელი. ის კი არა, როგორი რაღაცა არის, თუ ასტროლოგიდან გამოვდივართ, ხო? საერთოდ თუ ბავშვი იბადება და მერე არ ქმევს სახელს, აი ვთქვათ, ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ მაინდა მეც ასტროლოგთან უნდა მიხვდეთ, მაგრამ აი რო შეხედავ ბავშვს, ხო, ის თვითონ გეუბნება რა და როგორია. აი ვთქვათ, როდესაც გოგონა იბადება ვერძის ნიშნის ქვეშ, ხო, ვთქვათ. ვერძი ისედაც აქტიურია. ისედაც აი ცოტა ისეთი უხეშია, ცოტა ისეთი და მას კიდე ძალიან ძლიერ სახელს არ ქმევ. წარმოიდგინეთ გოგონა აი ესეთი რაღაცა დამანგრეველი მუხტით.
აი ეს იგივე იქნებოდა ძალიან კარგი ბიჭისთვის. ძალიან ბევრი ამაზე უნდა ვიფიქროთ. ხო, აუცილებლად და კიდე არის ძალიან საინტერესო მომენტი. მოგონა საბრი და არ უნდა. ხო, არა, როდესაც აი ვთქვათ, ბიჭი გინდა რა ვთქვათ, შენი შვილი და აქვს რაღაცა ჯანასახი მონაცემები, რომ ვთქვათ, ან დიპლომატი გამოვიდეს, ან პოლიტიკოსი და ქვია ძალიან რბილი სახელი. გასაგები. ვერ ზიგფრიდი უნდა დაარქვა. აუცილებლად. ზიგფრიდი ძალიან მოგეწონა დღეს შალვაში. მოდით დავასრულოთ ამაზე საუბარი, ჩვენი დრო იწურება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოახერხეთ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. მე ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რომ ამ თემაზე მომიყვანეთ, ძალიან საინტერესო თემაა. კიდევ მოგიწევთ ოღონდ სხვა თემაზე. და შევეცდებით ისევ ისეთი თემა იყოს, რომ პირველად მოხვდეთ იმ თემაზე სტუდიაში. დიდი მადლობა. მე დავამშვიდობ მაყურებელს ხვალამდე. დიდი მადლობა ძვირფასდელი მაყურებელო, რომ არსებობთ და ჩვენც ვარსებობთ, შევხვდებით ხვალე, ხო? სულ სხვა თემებით და სულ სხვა სტუმრებით. ხვალამდე.